800 ადამიანის გამოკითხვით შედგენილი და ოპონენტების მიერ მაინც დაწუნებული თბილისის ბიუჯეტი. რა პრიორიტეტები აქვს დედაქალაქის ხელისუფლებას და როგორ აისახება ახალი ბიუჯეტი თბილისსა და თბილისელებზე. როგორ აფასებენ საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები დავით ნარმანიას პრიორიტეტს, ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათების დაწესებაზე და რა არგუმენტები აქვთ მმართველ-გუნდში. დისკუსია დღეს გადაცემა ბარიერის პირველ ბლოკში. დავით თევზაძე თავდაცვის უწყებაში მომხდარ ცვლილებების აფასებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის აზრით, ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში სისტემა ჩახურული იყო და იგი კიდევ უფრო ჩაიხურება მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს. რას უწუნებს დავით თევზაძე ყოფილ კოლეგას და რას მოელის ახალი მინისტრისგან? რა მიღწევებია ქართულ ჯარში და რისი მოგვარება ვერ მოხერხდა დღემდე? დავით თევზაძის შეფასებები ბარიერის მეორე ბლოკში. მშვიდობის თქვენ უყურებთ გადაცემა ბარიერს, მიგახლავთ მისი წამყვანი ჟურნალისტი ირაკლი კორძეია. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე პრიორიტეტისგან შედგება. ჯანდაცვა და სოციალურმყოფა საბავშვო ბაღების მშენებლობა, გამწვანება და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა. ჯანდაცვის პროექტისთვის წინა წელთან შედარებით 8 მილიონი ლარით მეტი ბიუჯეტია გათვალისწინებული 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი სიახლე კი პოლიტპატიმრებისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო შეღავათია. უფრო ვრცლად დედაქალაქის საბიუჯეტო პროექტზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, ქალბატონი რიმა ბერიძე, ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბატონი ირაკლი აბესაძე, ასევე ფრაქციის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობა თბილისი, ქალბატონი თამარ ცინცაბაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისგან და ბატონი ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკური ექსპერტი, რომელიც სავარაუდოდ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს. ქალბატონ რიმა, რა კი ბიუჯეტი წარადგინა თქვენი გუნდის წევრმა, ბატონმა დავითმა. ეს არის თქვენი ბიუჯეტი და სანამ თქვენი კოლეგები გაგაკრიტიკებენ, სავარაუდოდ რა შეგიძლია თქვათ ამ ბიუჯეტის სასარგებლოდ? მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მივესალმებით ტელემაყურებლებს, მივესალმებით ჩემს კოლეგებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, წლევანდელი 2015 წლის ბიუჯეტი ძირითადი პრიორიტეტი არის 4 მიმართულება, ეს არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მეორე არის საბავშვო ბაღების მშენებლობა, მესამე არის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობა და დედაქალაქის გამწვანება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ როგორც იცით, რეგლამენტით გათვალისწინებული ბიუჯეტი უნდა შემოვიდეს საკრებულოში 15 ნოემბერს. ალბათ თქვენ დამისვამთ კითხვას და ჩემ კოლეგებსაც აინტერესებს, თუ საიდან ვიციან ეს ციფრები სავარაუდოდ, იქიდან რომ თითოეულ მაჟორიტარ დეპუტატს ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე შევხვდით მერიის წარმომადგენლებს აბსოლუტურად ყველა სამსახურს და შესაბამისად საკრებულოში კომისიებზე მოსმენილი იქნა ის აუცილებელი და პრიორიტეტული საკითხები, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს. ამდენად ჩვენ მივაწოდეთ მერიას ჩემი რაიონიდან გამომდინარე ის პრიორიტეტები და ის აუცილებელი საკითხები, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ ამ მრჩევლებთან შეხვედრის დროს ვინიშნავდი და ვიცით არსებული პრობლემები თუ რა არის ჩვენს რაიონში. აქედან გამომდინარე დავაყენეთ საკითხები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს პრიორიტეტი. დედაქალაქის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მე აღნიშნე, რომ დაახლოებით 800 მილიონზე არის გაწერილი. თქვენ იცით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი იქნება პროგრამული ბიუჯეტი, აქ იქნება ჩაშლილი აბსოლუტურად ყველა ის საკითხები, რომელიც მუხლობრივად იქნება გაწერილი. წლევანდელი ბიუჯეტი სავარაუდოდ იქნება 70 მილიონით ზრდით მეტი, ვიდრე იყო გასული 2014 წლის ბიუჯეტი და განსაკუთრებით მინდა გითხრათ, რომ თქვენც აქ აღნიშნეთ, რომ ჯანდაცვა გაიზრდება 8 მილიონი ლარი და მოხდება ძირითადი პრიორიტეტები 8 საბავშვო ახალი ბაღის მშენებლობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის თემები, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენ ვანიჭებთ სოციალურ პროექტებს და ძირითადად მოხდება სოციალური პროექტების გაუმჯობესება, საუბარია აქ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ მოგეხსენებათ დედაქალაქში ძალიან მძიმე დგას C-ჰეპატიტით დაავადებულ მოქალაქეთა რაოდენობა და ამ კუთხით 1.400.000 ლარია გათვალისწინებული, რომ მოხდეს ამ კუთხით იმ დაავადებული ხალხის პროგრამაში ჩასმა და გათვალისწინება, რომლებიც არიან დღევანდელ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში აღრიცხვაზე. ამავდროულად ჩადებულია ამ კუთხით ლეიკემითა და ონკოჰემატოლოგიური დაავადებული პაციენტების დახმარება 25 წლამდე, სადაც არის შესაბამისი ბაზა გაკეთებული
ჩვენს დედაქალაქში. გაიზრდება უსინათლო პირთა დახმარება 1 მილიონი ლარით. სოციალურ დაუცველ ოჯახებს, რომელსაც შეეძინება სოციალურ დაუცველ ოჯახს სამი შვილი და ასე შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 500 ლარის რაოდენობით და თუ იყო დახმარება ახალშობილზე დიახ და თუ იყო 25 ლარიანი დახმარება გათვალისწინებულია რომ ამ ბავშვს მიეცემა ამის შესახებ ვისაუბრა დედაქალაქის მიღმა გუშინ ქალბატონი მე მაინტერესებს რა მიმართულებები ასე ვთქვათ რა მიმართულებები შეუმცირდა დაფინანსება იმიტომ რომ რა კი თქვენ სოციალური მიმართულება ასე ვთქვათ პრიორიტეტია თქვენთვის ჯანდაცვა სოციალური მიმართულება სავარაუდოდ რაღაცა არის რასაც გამოაკლდა ხომ ეს თანხა რა არის ეს არა აქტიურად აქ ძირითადად ლაპარაკია სოციალური პროექტების გაუმჯობესებაზე ჯერჯერობით მე როგორც გითხარით ის მიმართულებები რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა კლება აბსოლუტურად ასად არ არის რას პროექტსაც მე ვიცნობ ჯერჯერობით პირიქით ლაპარაკია ბიუჯეტის გაზრდაზე 70 მილიონი ლარის რაოდენობით და აბსოლუტურად ყველა ის პრიორიტეტული მუხლები რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი იქ კლება არცად არ არის საუბარია უფასო სასადილოებთან დაკავშირებით 3.400.000 ლარზეა ლაპარაკი გაზრდაზე ამ კუთხით სოციალური კუთხით დაუცველ მოსახლეობაზე არის ლაპარაკი და თქვენ ალბათ ჩემი კოლეგები ამასთან დაკავშირებით დღეს მთელი დღის განმავლობაში ისმოდა კითხვა თუ რატომ გადაწყვიტა მერიამ პოლიტპატიმრებისათვის ძალების თანხების სავარაუდოდ სასაუბრო თემა იქნება და მაშინ მე თქვენს ოპონენტს მიმართავ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აკრიტიკებენ უკვე აკრიტიკებენ ამ კანონპროექტს უბრალოდ ამ პროექტს ბიუჯეტის ალბათ მასევდია მისის განაცხადა რომ მასში ასახული სოციალური პროექტები არ ასახავს დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას ანუ არაადეკვატურია ფაქტურად რა არ მოგწონთ თქვენს ფრაქციას ყველაზე მეტად ამ ბიუჯეტში კი ბატონო, მოგახსენებთ, ჩვენ იცით რომ ორშაბათს შევიმუშავეთ და დავით ნარმანიას თბილისის მერს ოფიციალურად წერილობითაც მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, რა გამოწვევების წინაშე დგას თბილისის მოსახლეობა და რისი გადაწყვეტა უნდა ყოფილიყო თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის მთავარი ამოცანა. რა თქმა უნდა ეს იყოფა ორ ნაწილად, პირველ რიგში ეს არის სოციალური პრობლემატიკა და იმ მძიმე სოციალური მდგომარეობის მოგვარება, რომელიც სამწუხაროდ სოციალურად შეჭრილებული მოსახლეობისათვის ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმე ხდება და მეორე ინფრასტრუქტურული და ეკონომიკის განვითარების კუთხით. ამ კუთხით ძალიან საინტერესოა რომ პრიორიტეტებში ვერ მოხდა ეკონომიკის ამახალისებელი პროექტები, მაშინ როდესაც ხედავთ რომ ყოველდღიურად სამუშაო ადგილები იკარგება და ოფიციალური სტატისტიკითაც კი გასულ წელთან შედარებით 12000 ლარით არის 12000 ერთეულით არის ქვეყანაში სამუშაო ადგილების ოდენობა შემცირებული, არაფერი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ეს ეკონომიკური განვითარების დიახ, ბატონო, ირაკლი წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდებოდა ძალიან ბევრი პროექტი ეკონომიკის და ბიზნესის ხელშემწყობი და ზოგადად ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია, ეს არის დასაქმების წყარო, ეს არის ეკონომიკაში და საწარმოო კონკრეტული მომსახურე ორგანიზაციებისთვის ფინანსური შემოსავლის წყარო და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ახალი ღონისძიებები და გარკვეული სიახლეები ბატონ დავით შეეთავაზებინა. მე პირველ რიგში მინდა ისევ სოციალურ პრობლემატიკას დაუბრუნდე და ჩვენი შეთავაზება იყო სამი ძირითადი, ასე ვთქვათ, მიმართულებით. პირველი ძალიან კარგია, არ ვიცი ეს რამდენად უბრალოდ დროში დაემთხვა თუ ჩვენს წინადადებასაც ემთხვეოდა, ბოლოს და ბოლოს საქართველოს მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ სექტემბრიდან მაგრამ მაინც ყველას უნდა გაეზარდოს პენსია 10 ლარის ოდენობით, თუმცა დღეს ისიც მოვისმინეთ, რომ საქართველოს პარლამენტში შესული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არაფერს ამბობს ამ პენსიის ზრდაზე, თუნდაც სექტემბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქის და ნათელია, რომ პენსიის ზრდის აუცილებლობა დღის წესრიგში დგას, ის 150 ლარი, რომელიც 14 ლარიდან ავიდა ჩვენი სწორედ ხელისუფლებაში ყოფნის დროს 150 ლარამდე პენსია, აღარ არის იგივე მსყიდველობით უნარიანობის მქონე თანხა, რაც ის იყო თუნდაც 2013 წელს, როდესაც პენსია გახდა 150 ლარი და საჭირო არის გაზრდილ ფასებთან მიმართებაში ხდებოდეს, რა თქმა უნდა, კვალდაკვალ იგივე სამოხმარებო კალათის ღირებულების ზრდა ის კვალდაკვალ ხდებოდეს პენსიის რაოდენობის ზრდა. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ისევე როგორც ეს ერთხელ განხორციელდა თბილისის
თბილისის მერიაში, რასაც შემდგომ მომავალი წინა მთლიანად მთელ ქვეყანაში პენსიის ზრდა და გათანაბრება მოხდა, რომ 1 იანვრიდან ყველა თბილისში მაცხოვრებელ ასაკით პენსიონერს, ვინაიდან დედაქალაქში მაცხოვრებელი პენსიონერების ხარჯი მეტია რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანთან შედარებით და ვინაიდან მთავრობაც კი გვეთანხმება და ამბობს, რომ პენსია არის გასაზრდელი, უბრალოდ ის ვერ ახერხებს 1 იანვრიდან პენსიის გაზრდას, 1 იანვრიდან ყველა ასაკით პენსიონერს თბილისში ქონოდა საპენსიო დანამატი 10 ლარის ოდენობით. მეორე მნიშვნელოვანი შეთავაზება ნებისმიერი კვლევა აჩვენებს და ადამიანებს ნებისმიერს ქუჩაში კითხეთ მნიშვნელოვან პრობლემას ქალაქში წარმოადგენს სატრანსპორტო ასე თქვა ტარიფები და ტრანსპორტის ხარჯი ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარჯია ასე თქვა მათი ოჯახების ბიუჯეტში. ამ თვალსაზრისით ჩვენ ქართულ ოცნებას ვთხოვეთ და შევთავაზეთ ჩვენი მმართველობის პერიოდში დაინერგა ფართო საშეღავათო სისტემა სატრანსპორტო მგზავრობისას 600,000-მდე თბილისის სარგებლობს სხვადასხვა ტიპის შეღავათით და უკვე დრო იყო შემდგომ ამ სისტემის განვითარების და გამწობის და შევთავაზეთ ბატონ დავით ნარმანიას, რომ პედაგოგებისთვის, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, პენსიონერებისთვის და სტუდენტებისთვის შეგვეთავაზებინა უფასო მგზავრობა საქალაქო ტრანსპორტით, რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი წლიურია 9 მილიონი ლარით მეტი თანხა დაჭირდებოდა, ვიდრე ეს დღეს არის გათვალისწინებული ამ ადამიანების შეღავათით მგზავრობისათვის. ამის პასუხად ჩვენ მივიღეთ და ამ წუთას არ განვავრცობ, რადგან თქვენ თვითონაც აღნიშნეთ პასუხი, რომ მხოლოდ პოლიტპატიმრები ისარგებლებენ 20 წუთიანი ტარიფით და ეს ნამდვილად იმ ადამიანების საბავშვო პედაგოგები პატიმრებია. მაგაზე უნდა გადავიდე, რაც შედა მეორე ისე დავასრულებ რა. საბავშვო ბაღების პედაგოგები რაც შეეხება პოლიტპატიმარს სულ არის 215 ადამიანი და რამდენი დადის ავტობუსიც ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეეხება საბავშვო ბაღის პედაგოგებს, ძალიან ჩემთვის სამწუხაროა ბატონმა დავითმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებას დაავიწყდა საბავშვო ბაღის პედაგოგებზე ზრუნვა და მხოლოდ სკოლის პედაგოგებს დაუწესა შეღავათიო. ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისის მერმა მისი მმართველობის 3 თვის გასვლის შემდგომ არ იცის, რომ არათუ საბავშვო ბაღის პედაგოგები საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელი სარგებლობს 20 თეთრიანი შეღავათიანი ტარიფით. ჩვენ ვითხოვდით მათთვის უფასო მგზავრობას, რაღა შეღავათზე საუბრობს ბატონი დავითი, ან თავად რატომ განარჩევს საბავშვო ბაღის პედაგოგს სკოლის პედაგოგისგან გაურკვეველია. სავარაუდოდ მას სამწუხაროდ არ იცოდა, რომ საბავშვო ბაღის პედაგოგები უკვე სარგებლობენ შეღავათით 2009 წლიდან. და საბავშვო ბაღების მიმართულება ჩვენ არ გვინდა შევიდეთ კამათში, საბავშვო ბაღების მშენებლობა საჭირო არის თუ არა, კი ბატონო, ავაშენოთ ეს სხვა საბავშვო ბაღი, თავად ბატონი სააგენტოს თავმჯდომარე, ბაღების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მომავალ წელს თბილისში ფუნქციონირებს. დაიწყებს ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც შეძლებს დამატებით 4000 ბავშვის მიღებას. ასევე თავად ბაღების სააგენტოს განცხადებით, ამის შესახებ ჩვენ ოფიციალურად წერილობით ინფორმაციაც გამოთხოვილი გვაქვს, თბილისში არის მინიმუმ 10,000 და ახლდა მაქსიმუმ 20,000-მდე ბავშვი, რომელიც ყოველწლიურად რჩება მუნიციპალური საბავშვო ბაღის მიღმა. ანუ მომავალ წელს ჩვენ მინიმალურ ციფრებითაც რომ გავთვალოთ 6,000 ბავშვი კიდევ რჩება საბავშვო ბაღში. მიღმა დარჩა, იმიტომ რომ 40 ბაღი ბატონო, არა, მე შეიყვანთ მაყურებელი, შეცდომაში ძალიან ხელმძღვანელობის პერიოდში გაუქმდა ქალაქ თბილისში 40 საბავშვო ბაღი. ამ 40 საბავშვო ბაღიდან 20,000 ბავშვი ბაღის მიღმა. არა, 40 საბავშვო ბაღში ვა საბავშვო ბაღი, რომელიც განზრახული აქვს ქალაქ თბილისის მერიას 2015 წელს ააშენოს კი ბატონო ერთი წუთით და აქვე ხდება უпростоრად თქვენ კარგად იცით, თქვენ ბრძანდებოდით იმ პრეზენტაციაზე, სადაც 17 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მიშენება, აქ არ არის ადმი შეყავს შეცდომაში მაყურებელი. აქ საბავშვო ბაღში კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიკამათებით ააშენეთ ჯერ ერთ იმ 40 საბავშვო ბაღზე, რომელზეც საუბრობთ 26-ში ცხოვრობენ ძალიან სამწუხარო დევნილები და ის საბავშვო ბაღები გასუსებულად თუ თქვენ ჩავთვლით საბავშვო ბაღზე, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ ძალიან სამწუხარო არა. კი მე გეტყვით ქუჩაზე, რომელშიც ჩვენ ერთი ოჯახი ცხოვრობდა და გამოვიყვანეთ და დავიწყეთ უკან მშენებლობა. ჩვენ თავაზობთ ბატონო, რა არ ვეკამათებით, კი ბატონო, ჩვენი ბრალია საბავშვო ბაღებში ადგილების შემცირება, კი ბატონო, მაგრამ ცელეულებით რომ არა ბატონო, სხვა აქცენტს ვაკეთებ. ავაშენოთ საბავშვო ბაღები, მაგრამ ბავშვებს, რომლებსაც ჩვენ მომსახურებას ვერ უწევთ მუნიციპალურ საბავშვო ბაღით, დაუფინანსოთ სწავლება კერძო საბავშვო ბაღში იმოდენობით, რა
რაოდენობითაც ჩვენ გვიჯდება ერთი ბავშვის შენახვა ჩვენს ბაღში. ანუ მივცეთ ვაუჩერი. ეს მარტივი დასათვლელია, ეს არის 100 ლარი. ეს არის კალკულატორი კონკრეტული ციფრები. ორდინავას თქვენივე ბაღების სააგენტოს თავმჯდომარე შეგეცათ კითხოთ მარტივ რაღაცას ვამბობ. მივცეთ ბავშვებს იმდენი ოდენობის ვაუჩერი. ანუ ჩვენ გვიჯდება იმ ბავშვებს რომლებიც მუშაობენ საბავშვო ბაღებში, ბავშვად საჭი, აბა როგორ ბავშვი არ ეყოლება საბავშვო ბაღში, როგორ ეყოლება მუნიციპალურ საბავშვო ბაღში და ვინც ვერ მოხვდება მუნიციპალურ საბავშვო ბაღში, იმას დაუფინანსოთ სწავლა კერძო საბავშვო ბაღში, მე მგონი გასაგებად. ეს არის სოციალურ ნაწილზე, ასე ვთქვათ, რაც თქვი, თუ მე ძალიან სიტყვა გამიგზავნა, თუ არა შემდგომია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასე ვთქვათ, გამოხატვა თქვენი პოზიცია, ალბათ თამარის მოსაზრება იქნება საინტერესო. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. როგორც ქალბატონმა რიმამ აღნიშნა, ეს არის ერთადერთი ადამიანი ახლა ჩვენ შორის, რომელიც ასე თუ ისე ამ ბიუჯეტს იცნობს და ზოგადად მაინც აქვს რაღაცა წარმოდგენა, რას ითვალისწინებს. ჩვენ ეს ბედნიერება არ აქვს ნამდვილად, იმიტომ რომ ვიცნობთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც არის წარმოდგენილი აი ეს ერთგვერდიანი ძირითადი პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია და უფრო ღრმად ჩვენ არ გვქონია ჯერჯერობით საშუალება რას იწუნებთ თქვენ პირადად. დიახ, აი ახლა მოგახსენებთ იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რაზეც აქ უკვე იყო გამახვილებული ყურადღება და გამოითქვა მოსაზრებები. დავიწყოთ ჯანდაცვის კუთხით. ძალიან კარგი არის ის, რაც არის გათვალისწინებული ჯანდაცვაში, კერძოდ ის, რომ C ჰეპატიტით დაავადებულებს ჰქონდათ საშუალება ემკურნალად და ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებდა ამ მკურნალობის ხარჯებს, თუმცა ასევე ძალიან ძვირადღირებული იყო გამოკვლევები, რომელიც მკურნალობის წინ უნდა ჩატარებულიყო და ძალიან ბევრს ამისი საშუალება ნამდვილად არ ჰქონდა და ზუსტად ამას ითვალისწინებს ის პროგრამა, რომელიც ახლა შევიდა ბიუჯეტში. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონი არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც მხარს არ დაუჭერს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის ხარჯების აღებას სახელმწიფოს მხრიდან თავის თავზე, იმიტომ რომ მართლაც წარმოუდგენელი არის ის, როდესაც ტელევიზორში ამდენ შემთხვევაზე ითხოვენ დახმარებას, თვითონი ჩვენთაგანი მზად არის რომ დაეხმაროს, მაგრამ კარგია რომ ეხლა უკვე სახელმწიფოც თავის თავზე იღებს. მაგრამ მე არ ვისაუბრებ იმაზე, ჩვენი გუნდი რას პირდებოდა მოსახლეობას წინასაარჩევნოდ. მე ამოვალ იმ პოზიციებიდან, რასაც თვითონ ოცნება აჟღერებ და აი ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებით. ბატონი მერი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ ის გაამახვილებს ყურადღებას და მისი გუნდისთვის პრიორიტეტი იქნება პირველადი ჯანდაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს არა მარტო ჰუმანური მოსაზრებით არის ნამდვილად მისაღები, არამედ სუფთა და პრაგმატული და ეკონომიკური კუთხითაც რო შევხედოთ, ჯანმრთელი მოსახლეობა რა თქმა უნდა უფრო მომგებიანი არის და თუნდაც მხოლოდ ამიტომაც უპრიანი იქნებოდა, რომ ამაზეც გამახვილებული ხო ყურადღება. მე არ ვიცი, შესაძლებელია აისახა ეს ამ ბიუჯეტში, უბრალოდ ჩვენ ჯერჯერობით 4 მილიონი ლარში წარმოდგენილი ეს პუნქტი ბიუჯეტში. ხო, არ ვიცი რამდენი მილიონით და ნამდვილად უბრალოდ ამ პრიორიტეტებში ჩამონათვალში ეს არ არის. 15 ნოემბერს შემოვა ბიუჯეტი და თუ შეიძლება აქ ახსოვადობასთან დაკავშირებით მინდა ერთი განმარტება გავაკეთო. იმიტომ რომ ჩემთვის ქალბატონი თამარი და ბატონი ირაკლი დამეთანხმება, რომ აბსოლუტურად ყველა კომისიაზე განხილული იქნა ის სავარაუდო პრიორიტეტები ბიუჯეტის კუთხით თუ რა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და რა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს არის საფინანსო საბიუჯეტო კომისია, ეს გახლავთ კულტურისა და განათლების კომისია, ეს გახლავთ ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით სპორტის და ახალგაზრდობის. ფაქტობრივად ამ კომისიებზე შემოტანილი იყო და კეთდებოდა პრეზენტაციები შესაბამისი სამსახურებიდან, სადაც განხილვის ქვემდებარეზეც მოგახსენებთ, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცით ბიუჯეტს და არ გვაქვს ამაზე შეხების ცნობიერება და არ ვიცით და ის უნარელი სერვილები და რეგლამენტით უნდა იყოს ბიუჯეტი შემოტანილი 15 ნოემბერს
საკრებულოში და 15 ნოემბერს საკრებულოში იქნება ბიუჯეტი, აბსოლუტურად ბიუჯეტთან იქნება ცნობა ყველა საკრებულოში. შენიშვნებით გათვალისწინებული ბიუჯეტი დაბრუნდება ქალაქის მერიაში, ჩვენი შენიშვნებით, ჩვენი რეკომენდაციებით და შემდეგ მივიღებთ საბოლოო სახეს. აზრებია, თქვით რომ მაჟორიტარებს ჰქონდა საშუალება და ღებულობდით მონაწილეობას. იქ სადაც დეპუტატი არ იყო ოცნებიდან, მასაც ჰქონდა საშუალება რომ მიიღო მონაწილეობა. თუ გაქნებოდა ცურვილი მეიღებდით ეს იყო არა მე რა მოხდა მაჟორიტარი არ არა ეს იყო გაცხადებული იმიტომ რომ დედაქალაქის მერია დედაქალაქის მერია საუბრობს რომ 8000 ადამიანი იყო მონაწილეობდა კი ეს გამქი რა თქმა უნდა მონაწილეობდა აბსოლუტურად ყველა რაიონში ამ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ უშუალოდ მონაწილეობდა მაჟორიტარები აბსოლუტურად ყველა რაიონში ჩემი ბიურო სადაც არ ყავდა ქალაქ თამარის კითხვა აბსოლუტურად 25 დეპუტატი ვართ მაჟორიტარი წარმოადგენელი ბატონები იმაში რა ქვია საკრებულოში და აბსოლუტურად საქმე როგორ არის ისიც იმ გოგნიერთა რიგებში ვინც ცოტათი უფრო ახლოს არის და იცი რა თქმა უნდა ეს იყო ქალბატონო თამარ ღია ფორმატში თუ თქვენ განვთქვამდით სურვილს იმიტომ ეს გაცხადდა ბიუროს ხტომაზე ეს გაცხადდა საკრებულოს ხტომაზე კარგი თამაზე მოვარვიდა ასე ამ შენიშვნებზე გავადგენო რომ შეიძლება ანუ მე ვთვლი რომ პირველადი ჯანდაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ვისურვებდი რომ ეს ასახულიყო ბიუჯეტში დაპირება არ არის ჩადებული ანუ ეს არის მათი დაპირება ზუსტად ეს იყო რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება პრევენცია ჩვენი პრიორიტეტი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესი ეხლა ინფრასტრუქტურულ ნაწილში გადავდივართ მაგრამ უნდა აღვნიშნო იმიტომ რომ მერის დაპირება იყო რომ ყველა რაიონში იქნება ახალგაზრდობისათვის სპორტული ნაგებობები აშენებული და ყველა რაიონში იქნება კულტურულ საგანმანათლებლო შენობა აშენებული. ამ ბიუჯეტის იმაში, აი მოკლე მასში მოცემულობაში ეს ასახული ნამდვილად არ არის. ეხლა კიდევ ერთი რაღაცა მინდა რომ თქვა. აი რაზეც ქალბატონმა რიმამ ბრძანა რომ კომისიებზე ეს იყო წარმოდგენილი. ჯერ ერთი ყველა კომისიაზე არ იყო წარმოდგენილი და აი მაგალითს მოვიყვან მე ერთ ბაგა ბაღების შესაბამისმა სამსახურმა წარმოადგინა თავის ხედვა როგორი უნდა იყოს ბიუჯეტში, როგორ უნდა აისახოს ბაგაბაღების ბიუჯეტი და ნამდვილად ვინც ვესწრებოდი, ყოველ შემთხვევაში მე ვესწრებოდი, ნამდვილად მოსაწონი იყო ის პროექტი, რომელიც მან წარმოადგინა, მაგრამ ეხლა რასაც ჩვენ ვხედავთ პრიორიტეტებში, ეს პროექტი ამ სახით შესული ნამდვილად არ არის. და იცით რა არ არის გათვალისწინებულია მხოლოდ მშენებლობა, მხოლოდ შეკეთება ბაგაბაღების და უდავოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ათასობით ბავშვი არის დარჩენილი ბაგაბაღის მიღმა, მაგრამ მხოლოდ შენობა ხომ არ არის არა მთავარი. ჩვენ უნდა გვქონდეს იმისი საშუალება, რომ ამ ბავშვებს პატარაობიდანვე მივცეთ შესაბამისი აღზრდა და განათლება და მით უმეტეს, როდესაც თქვენივე ხელისუფლება და განათლების მინისტრი თქვენი რომ თქვენ ახლა ამბობთ იმას, რომ ეს შენობები არ იქნებიან მზად იმისთვის, რომ აღსაზრდელები მიიღონ? შენობები შეიძლება მზად იყოს, მაგრამ შენობაში გარდა ბავშვებისა უნდა იყვნენ აღზრდელები და პედაგოგები შესაბამისი უნარჩვევებისა და შესაბამისი განათლების მქონე და მათ უნდა ქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობა. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გადასულიყვნენ ორ იმათ მონაცვლეობით ორ ნაწილად ქალბატონო ამაში რაც არის შენებლობა არ გულისხმობს ამას და ის თანხა რომელიც ემატება არის მხოლოდ და მხოლოდ 8 ახალი ბაგაბაღის ასაშენებლად. 20 მილიონი დაიდება ბიუჯეტი და ნახოთ იქნება თუ არა ღმერთს მაგ ნახე იყოს ერთი წამით თუ შეიძლება დავამთავრებ. გარდა ამისა, იცით რაში არის საქმე, რომ აი განათლების სამინისტრომ ზუსტად გააჟღერა ის, რომ 2015 წლის სექტემბრიდან უკვე სკოლამდელი ასაკი ბავშვების განათლება 5-დან 6 წლამდე ბავშვების იქნება სავალდებულო, ანუ იდება პროგრამა, რომელიც ამ ბავშვებისთვის არის სავალდებულო და ჩვენ გვაქვს სიტუაცია როგორი.
ჯერ ერთი 8 შენობა არ არის საკმარისი, რომ ყველა ბავშვმა საიდან მოვიდა ეს სიტუაცია, ბატონო ირაკლი? იქნებ დავსვათ კითხვა, რატომ გვაქვს ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში? საუბრობთ თქვენს კოლეგას უნდა კითხოთ. ეს კითხვა რა კოლეგას უნდა ყოფილიყო? კოლეგებს უნდა აუცილებლად უნდა გავიხედოთ მომავლისკენ, მაგრამ თქვენ ჩემზე უფრო კარგად იცით, ბატონო ირაკლი და ქალბატონო თამარ, ერთ წელში და 3 თვეში ქვეყანას სწრაფად ასე ვერ აშენდება. აუცილებლად არის ზუსტად სწორი ნაბიჯები. ზუსტად სწორი ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, თქვენგენ აცვალეთ გადადგმულია ზუსტად სწორი ნაბიჯები იმისათვის და არ შეიძლება რომ არ აღნიშნოთ ქალბატონო თამარ, ზუსტად როცა იყო პროექტების არა თქვენ შეიძლება მე არ დამეთანხმოთ და ვერ დამეთანხმოთ, რა თქმა უნდა თქვენ ახლა ბრძანდებით და მე მიწევთ ოპონირებას, ქართულ ოცნებას. კი ბატონო, თქვენი პოზიცია გაქვთ, თქვენი ხედვა გაქვთ, მივესალმები მაგ თქვენს ხედვებს, გასაგებია, მაგრამ ვიყოთ ობიექტური. როცა იყო ობიექტური და გამომდინარე, როცა იყო თანხმობა ქალბატონო თამარ, იქ გარკვევით ითქვა, თქვენ თუ ესწრებოდით ამ საბავშვო ბაღების პროგრამის განხილვას, იქ ითქვა ძალიან გარკვევით, რომ დღეს ბატონო ირაკლი ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა საბავშვო ბაღებში, როცა აღმრდელი დილის 9:30-დან საღამოს 7:30-მდე არის საბავშვო ბაღში და მას აქვს ძალიან მცირე ხელბაძი. დაისვა საკითხი, რომ აუცილებლად მერიის წინაშე დადგეს თემა, რომ დაიყოს აღმრდელის ფუნქცია, პირველი ცვლა და მეორე ცვლა. დღეს თუ არის 800 აღმრდელი საბავშვო ბაღში, არა, ობიექტური მაჩადებული ეს განმეორება. მაშინ თქვენ ამბობთ, ჟიას წინდები არ ვიცითო, თქვენ ამბობდა, იცით საიდან მომდინარე, არ ვიცით 96 მეტრი უნდა იყოს. არა, უნდა იყოს 96, ეს არის 85 მილიონი. ამას პირველი თუ თქვენ არ დაგიმტკიცეს 96 მილიონი, შეკითხვა დავაზე. გასაგებია ამოვაგდებთ ორ გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა მუხლით დარჩება და რა მუხლი ამოვარდება. და წინასწარ რამაზე მე მგონი აი ასეთი რადიკალური მსჯელობა მიწერია მშენებლობა და რეაბილიტაცია. მიწერია მშენებლობა და რეაბილიტაცია 20 მილიონი ლარი, 20 მილიონი ლარია და ლაპარაკია 8 მილიონი ლარი. გაიზრდება საბავშვო ბაღების ბიუჯეტი. ერთი რაც მინდა, იცით რა, ერთი ძალიან მოკლედ, რასაც მინდა შევეხო, ძალიან კარგია რომ ეს არის სოციალურად ორიენტირებული პროგრამა და დახმარება ჩვენს ასე დაუცველ მოსახლეობაზე უხვად არის ჩადებული, თუმცა იცით რაში არის საქმე, მხოლოდ აი ამ კუთხით რომ წავიდეს ხელისუფლება, ეს ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი. მე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ აუცილებლად დაპირება თავისივე ოცნებამ უნდა შეასრულოს და მათ თავიანთ წინასაარჩევნო დაპირებაში ქონდა ჩადებული, რომ ჩვენ ჩავდებთ 100 მილიონს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად. იცით რა, ძალიან ცუდია ქვეყანა, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ხელგაშვერილი და უყურებს რა დახმარებას გადმოუგდებს მას ხელისუფლება. სამი განსხვავებული მოსაზრება მოისმინეთ და რა ამოკრიფეთ აქედან რა შეგიძლიათ თქვენ გითხრათ? აბსოლუტურად ჩვეულებრივი რუტინა, რომელიც ყველა საკრებულოშია, ოპოზიცია თავისას რაც აკრიტიკოს და ბოლოს აკრიტიკის საგანს, რა თქმა უნდა, ზენ თავისით სანამ როგორც შეიძლება, ჩვეულებრივი რუტინა. არადა მთავარი ერთი ჩვენი მომენტი ეს ახალი კანონის ადგილობრივი ხელისუფლების ახალი კანონის მიღებიდან პირველი ბიუჯეტია ფაქტიურად, რომელიც ასე იქნება და კიდე ერთი სცენარი გვაქვს სახაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ ჯამში მაინც ხელებში უყურებს ცენტრალურ ხელისუფლებას, ანუ ის არის უფულო შემოსავლის გარეშე. დანარჩენი ღერძით როგორ არის ოპოზიცია ამ შემთხვევაში ქალბატონო თამარმა აბსოლუტურად დააჯილდოვა ოცნება მას უთხრა, რომ თქვენ ფანტასტიკური ბიუჯეტი გაქვთ, სიტყვა ფრაზა მოვისმინე, დახმარებები სოციალურობაზე უხვადროდ ჩადებული, ახლა მეტი ფრაზა უკეთესი არ არსებობს, დიდი მადლობა თქვენ, სოციალურად დაუწყო ფენებს ეხმარებით. მეორე, მან მოითხოვა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს დავეხმარო 100 მილიონის ბაგლებში ეხმარება ქვეყნის მასშტაბით 100 მილიონი, მაგრამ აი ერთი ხაზი არ არის გავლებული, აქ ადგილობრივი ხელისუფლებას ამის პასუხისმგებლობა კანონით და აქ თუ არა ამის გეიმის შედეგი გადაწახეს მიღებით. ანუ რამე პასუხი ეთხოვება, ეკონომიკა კარგად განვითარდება თუ ცუდად,
რომელიმე ქალაქს, მათ შორის თბილისს მოეთხოვა პასუხი. მას რა არაფერი. ანუ საბოლოო მიზანი, მაგალითად სარგებელი გეინი არ აქვს ხელისუფლებას, ის არ არის დაინტერესებული რეგიონალური მმართველობა, თბილისის მმართველობა არ არის დაინტერესებული უკეთ წარიმართოს ამ რეგიონში ბიზნესი. იქიდან მას შემოსავალი არ აქვს. და აი ეს არის პირველი წელი, როცა ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი ადგილობრივი ხელისუფლებისგან და ეს ადგილობრივი ხელისუფლება არ არის, თქვათ, დამოუკიდებელი და არ არის, თქვათ, ზედა პასუხისმგებელი იმ თავის არეალში, იმიტომ რომ ის შემოსავლებზე პასუხს არ აგებს, შესაბამისად მას არ აქვს ვისწრაფება ეკონომიკის, თქვათ, ხარდაჭერისგან, თუმცა მე რაც შემოსავალზე პასუხს არ აგებს, მაგრამ ის თანხა, რომელიც მას აქვს, რამდენად რაციონალურად გეჩვენება ამ თანხის ერთი დავამატებდი და როცა ჩვენ ეკონომიკის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, მე როგორც ნახე ეს პროექტი ნანახი მაქვს ბადენ გუგასთან საკმაოდ დაწვრილებით და თავი პრობლემაზეც ვიტყვი ახლა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებულია ეს იგივე ეკონომიკის ხარდაჭერა, ბაღების აშენებაც კი 20 მილიონი საწყალი ისიც ეკონომიკის ხარდაჭერა, მშენებლობის ხარდაჭერა მოდის ვლაპარაკობთ, საერთაშორისო, ან თავი არის რომ საერთო ჯამში არის ციფრი, რომელიც საოცნებო არ არის. უფრო მეტი გვინდოდა, უფრო მეც ვედოთ ზღვაზე 2015 წლისთვის, ვიდრე თქვა დღეს ეს ბიუჯეტში წარმოდგენილი. რაც ჩადებულია, გადახრილია სულ სოციალურ მხარეს. მოწონს კავადონ თამორს არ მომწონს მე. მე ვფიქრობდი რომ სოციალურ მხარეზე მეტად ეკონომიკაზე დამეჭირა მხარე. არ ზუსტად ეს თქვენ თქვენ მომწონს. არა, კი არის ჩადებული, მაგრამ ესი არ უნდა. საპენსიო დანამატის თემა, 10 ლარის დანამატის თემა. კიდევ პარტიული თემა, ეს იმიტომ რომ ჩვენ საპენსიო რეფორმა უნდა გავაკეთოთ ერთხელ და სამუდამოდ. 10 ლარის მომატებით ჩვენ ბიუჯეტს უზარმაზარად ახლა დააგდეს და პენსიას ბევრამი ვერ მოემატოს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მოვითხოვოთ უნდა საპენსიო რეფორმის განხორციელება და თავარი 2014 წელს ქონდა ბიუჯეტის გადაბარების ვერ ინვენტარიზაციის პრობლემები, ამიტომ შექმნა გარკვეული საწყისი პრობლემა 2015-შიც და თბილისის მე ვკითხოთ დედაქალაქის ბიუჯეტმა ვერ მიიღო უფრო მეტი დაფინანსება ვიდრე ახლა და მას ეკუთვნოდა მე ვკითხოთ მეტი დაფინანსება კიდევ ერთი 50 მილიონი მინიმუმ ტრანსფერზე საუბრობთ ხო? დიახ, დედაქალაქის ეკუთვნოდა მინიმუმ, რომ მას დაეძილია ის რაც კაპიტალური მოლაპარაკება ძველი რაც ქონდა პრობლემები გადაეფარა, დაეძილა და კარგ სასტარტო სიტუაციაში დამდგარა. ანუ ჩემი ძალიან ესეთი წვენით მე ვფიქრობ რომ ორ მეგობარს ნოდარ ხადორს უნდა მიეცა კიდევ ერთი 50 მილიონი ტრანსფერი ქალაქის მერის ნორმანიასთვის ის განკლავებოდა თლიანობაში წლევანდელ პრობლემებს გადაეფარა და 2015-ის თლიანობაში ბიუჯეტი ყოფილიყო უფრო სრულად წარმოდგენილი იმ კუთხით რომ ეკონომიკაზე ორიენტირებული ყოფილიყო ამ სოციალურთან ერთმანეთში. ახლა ჩვენ ძალიან ბევრს ვიკამროთებთ 24-იანი მასშტაბებს უნდა ქონდეს თუ შეღავდი ან არ უნდა ქონდეს პოლიტპატიმრებს უნდა ქონდეს. ეს ამით ჩვენ შედეგს ვერ მივაღწევთ, თავად დაგვრჩება ის ეკონომიკა ისე უმუშევრობის ნაწილში და დასაქმებელში მხარდასაჭერი და ანალოგიურად სოციალური პროგრამების მხარდასაჭერი. მე ვფიქრობ, თავი პრობლემაა ხელისუფლება ადგილობრივი უნდა იყოს ბიუჯეტშიც დამოუკიდებელი, პასუხიც უნდა მოთხოვოთ და ის ეკონომიკის განვითარებაზეც უნდა ასე გააგებდეს პასუხი. შესაბამისად ადეკვატური უნდა იყოს საგადასახადო ბიუჯეტური მოწყობა. ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნა და ადეკვატური. კი ბატონო, ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ 2 წუთით და შემდეგ ალბათ იმას სავარაუდოდ მოუწევს ყველა პასუხს. და მე რამდენად თვითონ ბატონი რეგისტრაციის ტრანსფერზე უნდა რაღაცა თქვა. დაგველოდეთ ჩვენ 2 წუთში დაგიბრუნდებით. მაქტიკომის გათამაშება დაიწყო. თამაშდება გარემონტებული ბინა თბილისში, M კვადრატში იპოდრომთან. 100,000 ლარი და Porsche Panamera 2015 წლის მოდელი. გათამაშებაში მონაწილეობისთვის უფასოდ დარეკე ნომერზე 95-95 და ანგარიშზე ერთჯერადა ჩარიცხულ ყოველ 3 ლარზე მიიღე 1 ბილეთი. თუ ჯერ არ ხარ მაქტიკომის აბონენტი, დაპორტირდი შენივე ნომრით და საჩუქრად მიიღე 5 ბილეთი. არ გაუშვა მოგეს შანსი.
RMG ექსპორტის მოცულობით მეორე ადგილზე მყოფი კომპანია, რომელზეც ქვეყნის ექსპორტის 10% მოდის. კომპანია RMG, ძლიერი წარმოება, ძლიერი რეგიონი, ძლიერი ეკონომიკა. გლდანის ახალი ავტოსადგური, ახალი მიკროავტობუსებით გთავაზობთ გზავრებას დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მიმართულებით. იმგზავრეთ იაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ. მაუზერი, K96, 10 წვიან ჭიჭი. Pichula, kuya იმასაც ეხოვნე მაგ? Déjà-vu. თულუდი გიყვარს ოქროს არწივი. RMG ბოლნისის ბიუჯეტს 30% თავსებს. კომპანია RMG, ძლიერი წარმოება, ძლიერი რეგიონი, ძლიერი ეკონომიკა. ფუტიანი გნებავს? კი. ავტომობილი! მე ვარ დავით ვალიშვილი, ცხოვრობ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში. ქობულეთში ტექნობუმის მაღაზიაში შევიძინე მობილური ტელეფონი. ჩავაგდე დოლორაში ერთადერთი ბილეთი. ცხოვრებაში არაფერი არ ქონდა მონაგები და მოვიგე ეხლა ეს ახალ-ახალი ავტომობილი Mercedes-იც. ყველას ურჩევ რომ შეიძინონ ტექნობუმში რაიმე ნივთი და მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა. მადლობა ტექნობუმ. შენც მოიგე ტექნობუმში. ბარიერი ეთერში ბრუნდება, დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე ვსაუბრობთ. ხალბატონ ჟიმა ბერიძეს მიმართ იყო გამოთქმული ძირითადად იმ შინაარსის პრეტენზიები. შემდეგი შინაარსის პრეტენზიები თქვენ საყვედურობენ იმას, რომ გაკეთებულია საკმაოდ დიდი აქცენტი სოციალურ პრობლემებზე, მაგრამ ეკონომიკის განვითარებას, ასე ვთქვათ, სათანადოდ გასაგები კი ბატონო. მე პირველ ყოვლისა დავიწყებ იმასთან დაკავშირებით, ბატონო და გეტყვით ერთ რამეს, რომ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ერთმა რაიონის მაგალითს გეტყვით, ჩემი რაიონის ბიუჯეტში დახვდა ერთ-ერთ მუხლში სოციალური კუთხით 12 ლარი აგვისტოს თვემას მხედველობაში. დიახ, ძალიან კარგი არა ბატონო. თქვენ მუშაობის შედეგად და ჩვენ და საუბედურობთ. იმ მუხლში ერთი წუთი თუ შეიძლება მაცალეთ, თქვენ გიყვართ ორხმაში ისა რა ქვია საუბარი, მაგრამ ეხლა პატივი მეცი და მომისმინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით 850 განცხადება იყო, რომელიც ითხოვდა ერთჯერადად წამლებით დახმარებას და 980 ადამიანი ითხოვდა სახლის გამაგრებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დახვდა 12 ლარი. აქედან გამომდინარე, არსებული ანალოგიური სიტუაცია იყო თითქმის ყველა რაიონში და მერიაში იყო ძალიან ძუდი მდგომარეობა ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს არის არჩევნების შემდგომი პერიოდი. როგორ იხარჯებოდა ეს თანხები და რა მიზნით მიდიოდა, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. ამიტომ მერიამ გადაწყვიტა, რომ გაეხსნა, რომ დაეზღვია თავი, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ შიშობდით, რომ საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება ვაი თუ ვერ გაკეთებული იყო სწორად და ჩვენ და საბედნიეროდ ეს ყველაფერი გაკეთდა დღევანდელი მდგომარეობით ამ კუთხით 70 მილიონი ლარი დევს მერიის ანგარიზე, გავხსენით საკრედიტო ხაზი თუ ამის აუცილებლობა და საშუალება იქნებოდა, რომ აგვეღო 30 მილიონიანი საკრედიტო ხაზის გახსნის ფაქტორი. ამასთან დაკავშირებით თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ერთი კვირა ნიუსი არ ჩამოსულა მედიაში და ამ კუთხით ჩვენ ვაკრიტიკებთ, თუ რატო დარჩა ამ საკრედიტო ხაზის გახსნა. რაც შეეხება იმ თემას, რომ ბიუჯეტი არის პროგრამული, არ არის ყველა კუთხით, ყველა საკითხთან დაკავშირებით მატება, რატომ არის აქცენტი სოციალურ საკითხებზე, მე გეტყვით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენი ბიუჯეტი იყოს 1900 მილიონიანი, მატება იყოს არა 70 მილიონი, არამედ 200-300 მილიონი, მაგრამ გეკითხებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, აი ამის როგორ მივაღწიეთ ჯერ კიდევ ჩვენ ამაზეც უნდა ვისაუბრო და ვიკამათო ჩვენ რა პირობებში გვიხდებოდა მუშაობა, რა პირობებში ვახორციელებდით ამ საკითხების მობილიზებას. არა, ძიმე ვითარება, დიახ, ქვეყანაში იყო ძიმე ვითარება, მე მერია მაქვს ხედველობაში, ბატონო, დიახ, მერია დედაქალაქში ნამდვილად არის ძიმე ვითარება. არ არის დარგი, სადაც არ იყოს სერიოზული პრობლემა. არ არის კუთხე, არ არის ქუჩა, არ არის რაიონი, სადაც არ იყოს უმძიმესი ვითარება. მე რა თქმა უნდა, კიდევ უსვამ ხას
მაქვს ხედველობაში ქალაქ თბილისი, რადგან მე წარმოვადგენ ქალაქ თბილისის სამუშაო ადგილები თუ არ გაქვს და მომავალში გეთანხმებით და ზუსტად თქვენ საუბრობდით აქ ეკონომიკის განვითარების ზრდაზე აბსოლუტურად ბიუჯეტში არ არის არაფერი გათვალისწინებული. მე გეტყვით რომ 32 მილიონი ლარი ჩადებულია თბილისში არსებული გამგეობების ბიუჯეტებში ზუსტად მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის. ჩადებულია ამ კუთხით და არის მიმართულება იმისათვის რომ რა თქმა უნდა ბიუჯეტში არის და გამგეობების ბიუჯეტშიც არის ჩადებული ბატონო ირაკლი და არის ძირითად ბიუჯეტშიც ჩადებული რომ გამოვიტანოთ ამაზე პრიორიტეტი მიგაჩნია ეს არის რა თქმა უნდა გამოტანილი ყველა ახლა ვერ გამოიტანდა ბატონი ნარმანია როცა გამოვიდა სატელევიზიო ეთერში და გამოიტანს ამას 15 ნოემბერს შემოვა ეს ბიუჯეტი თქვენი საკუთარი თვალით ამას ნახავთ რომელნიცი კიდევ ქალბატონო მეც გამიჩნდა კითხვა ამ 32 მილიონთან დაკავშირებით არ მოყვეს როგორც 2012 ამ 32 მილიონთან დაკავშირებით ქალბატონო როგორ უნდა მოხდეს ანუ გამგეობები თავად ასე ვთქვათ გადაწყვეტენ რომელი ბიზნეს ინიციატივას ახალისონ თავის რაზმში რა თქმა უნდა გეტყვით ახლა მერიაში არსებობს შესაბამისი სამსახური ეკონომიკის სამსახური არსებობს რა თქმა უნდა მისი რეკომენდაციით თავიანთი ხედვით იმიტომ რომ რაიონები ახლა არის ჩუღურეთის ბატონო ეს სუნდია თქვენ ამბობთ რომ გამგეობებს ჩუღურეთის რაიონს რო სჭირდება ის არ სჭირდება იმას რა ქვია საბურთალოს რაიონს ვაკის რაიონს ძალიან კარგია რომ აქ არის ხედვები ისეთი რომ გამგეობიდან გამომდინარე რომელ ბიზნეს რომელ მიმართულებას უნდა მიექცეს ხელის შეწყობის კუთხით მიმართულება და აი ამიტომ არის ეს სუბსიდირებას აკეთებენ? დიახ. არა, ჩემთვის უცნობია ეგეთი. დიახ, კი ბატონო, არ მე მიდევს ეს რომ 32 მილიონი ლარი გაიზრდება პროგრამაზე, რომელიც ხორციელდება. რომელსაც გასცემს დედაქალაქის მერია გამგეობის მეშვეობით. არა, კომერციული ბანკები მონაწილეობენ. მე მინდა ზოგადად შევეხო და გადავიდეთ ასე ვთქვათ სოციალურ თემატიკიდან სხვა თემატიკაზე. რა თქმა უნდა, მინდა დავეთანხმო ბატონ ემზარსო, ნებისმიერი დახარჯული თანხა ბიუჯეტიდან ეს მათ შორის არის ეკონომიკის სახალისებისთვის და ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისთვის გარკვეული ასე ვთქვათ ფინანსური ხელშეწყობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ქალბატონმა რიმამ აღნიშნა ორი მომენტი. ერთი და ბატონმა დავით ნარმანიამაც განაცხადა, თბილისის მერიას აღარ დაჭირდება 30 მილიონი ლარის ცეცხლის აღება, ეს მაშინ, როდესაც ის მისი შემოსავლები და გადასახდელები იყო დაბალანსებული, ანუ 30 მილიონი ლარი, იმიტომ ჭირდებოდა ცეცხლი, რომ შესაბამისი გადასახდელი ჰქონდათ გასასტუმრებელი, ანუ მარტივად რო ვთქვათ, შესაბამისი პროექტი, პროგრამა ჰქონდათ დასაფინანსებელი და მეორე კანტორიმა თქვენ აღნიშნეთ, დღეს თბილისის მერიას აქვს ნაშთი 70 მილიონი ლარი. ეს ძალიან ცუდია, ეს იმას ეჭვს, რომ თბილისის მერია არ ხარ ნაშთია. არა, ნაშთი. ძალიან ცუდია, რომ ეს თქვენ მიმდინარე ანგარიშზე გიდევთ 70 მილიონი ლარი, რომელსაც ვერ ხარჯავთ. ვერ ახორციელებთ იმ ინფრასტრუქტურას, გზებსემჩნევა კალათორიმა, ორმოებია, იმხელა მანქანა ოჩადის ვეღარ ამოდის, გაფუჭებულია გზები, გაფუჭებულია ბევრი ინფრასტრუქტურა, რომლის ნებარი ყოხზეა მოწესრიგებული. თუ იყო ჩვენ სლოგანის გახდა ასფალტი ვჭამოთ, ანუ ამაზე პრეტენზია ჩვენმა მოწესრიგებული ძალიან თქო ჩამიჯდები ახლა მანქანაში და წამოხვალ აბაშის ქუჩაზე. დიახ, წამოხვალ ბუხაევის ქუჩაზე. წამოხვალ ნათობის ქუჩაზე, წამოხვალ ჩაჩელაშვილის ქუჩაზე. დიახ, კანტორი ფოტო არ მაცლით ხოლმე. ყველა ეს თეთრი რაზეც საუბრობთ 30 მილიონი ლარის ეს აღარ ავიღებთ, ანუ 30 მილიონი ლარით ნაკლებ თანხას დახარჯავს თბილისის მერია. 70 მილიონი ლარი რომელიც დღეს ეს არის ყველა თეთრი დაკლებული თბილისის ეკონომიკისთვის და ეს არის ყველა თეთრი რომელიც აკლდება იმ ადამიანებს ვინც მუშაობდნენ იმ შესრულებელ ორგანიზაციებში, მაგალითად საგზაო კომპანიებში, სადაც ბევრი ადამიანი რჩება უმუშევარი, იმიტომ რომ დღეს გზების შეკეთება ვერ მიმდინარეობს თბილისში და ასე რომ ეს არის კიდევ რომ უკან გადადგმული ნაბიჯი ცენტრალური ხელისუფლების კვალდაკვალ ჩვენ ვახერხებდით რომ თბილისის მერიას გვეხარჯა ეს თანხა მაშინ როდესაც მუდმივად ჩამორჩენა ქონდა ცენტრალურ ხელისუფლებას და მათ შორის ბატონ დავით ნარმანიას როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს ვერ შეასრულა წინა წლის ბიუჯეტი მან და ვერ აითვისა სრულად თანხები იგივე ტენდენცია გადმოყვა მას თბილისის მერიაში სამწუხაროდ ის ვერ ახერხებს ვერც თანხის ხარჯვას რაც იმას რომ კონკრეტული ადამიანები ვერ იღებენ დარჩენილი საიდან გაიხსნა საიდან გაქვთ თქვენ რა
რა დღეის მდგომარეობით რომ ამიხსენით კარგად იქნებ ვერ ეს ქუჩაში რომ გავალთ ვერსად ვნახავთ თბილისის მერის დაკვეთით მომუშავე მუშაკს რატომ ვერ ნახავთ მითხარით და თქვენ დროს ნახულობდით თქვენ რომ კრიტიკული ყოფილიყავთ იმ გამლის 9 წლის განმავლობაში ხომ ასეთი მდგომარეობა დღეს დედაქალაქში არ იქნებოდა თქვენმა განვილმა მუშაობა დედაქალაქი რომ არის გაცილებით უკეთესი თქვენ ახორციელებით აი ამიტომ მიყანა დედაქალაქი ასე მდგომარეობა არა ქალბატონი თქვენი სამბილია სადაახარჯება ამ დარჩენილ 50 დღეში 70 მილიონი. რა თქმა უნდა, დაიხარჯება ყველა იმ პროექტებში, რომელიც აქვს წინასწარ მერიას გაფრთხილი. ინფრასტრუქტურაში, სოციალური კუთხით, ბინაჩაკეტების კუთხით. მე მაგალითად კონკრეტულად გეტყვით, ჩემს რაიონში ბატონო ირაკი, რომელ ქუჩაზე რომელი სახლი გამაგდება, რომელი ქუჩა შეკეთება. ამ დარჩენილ 50 დღეში. დიახ, ზუსტად გეტყვით. აბა რა თქმა უნდა, ყველაფერი აბსოლუტურად გაწერილი არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვალის აღება გვინდოდა და იმ თანხის დახარჯვა, ჩვენ გავაკეთეთ საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება და იმას არ დავხარჯავთ, როგორ ფიქრობთ, მაინტერესებთ. კი ბატონო. როგორ შეიძლება ასეთი შეფასება? არა, ჩვენ რას ვფიქრობთ და არ ვფიქრობთ, ამაზე კი არ არის საუბარი, რეალური სურათი როგორი იქნება. ისე საერთოდ ახლა ბატონი ემზარი ალბათ ამაში გაცილებით ჩემზე უფრო კომპეტენტურია, მაგრამ მე ესე მაქვს წარმოდგენილი, რომ ბიუჯეტის ორივე მხარე უნდა იყოს დაბალანსებული. ანუ ხარჯებიც აი დავზუგე და არ დავხარჯე, ეს არ ნიშნავს, რომ არა, დაბალანსებული უნდა შესრულდეს და არ დავხარჯე და იმას ვქენი, ეს მოსაწონი კი არ არის. და მართალი გითხრათ ცოტა შიშობდით და ამიტომ გადავწყვიტეთო ვერ გავაკეთებდითო თანხების მობილიზაციას და ამიტომ იმას ვქენით ეს ვალი ბანკიდანო მართალი გითხრათ ეს ცოტა ხო რაც არის საკრედიტო ხაზის გასაგები რას შიშობდით როგორ ხელისუფლება არ უნდა იყოს იმდენად კომპეტენტური ცოტა რა შემოვა და რა გიქნება მერიაში ისეთი სიტუაცია დაგვდა ჩვენ დავიზღვევეთ თავი ზუსტად ის ფონი რომელიც იყო დედაქალაქში სოციალური საბიუჯეტო თანხების მობილიზება რაშვაშია იქ და საბიუჯეტო თანხების მობილიზებაზე არ არის ლაპარაკი შემოსავლების მობილიზებაზე არ ლაპარაკი საბიუჯეტო თანხები თავის ვერ მოვახდენით მე რა იყო ამაში დანაშაული ქალბატონო თამარო დანაშაული ხაზი გავხსენით რა იყო დამაში დანაშაული ვერ გავიგე ის პრინციპულობა არ გეკუთვნით ძალიან კარგადაც მოვთხოვეთ ჩვენი თანხები და მიღებული გვაქვს ის თანხები რაც იყო ხმაში ჩვენ არ გამოგვია მუშაობა. ამიტომ ჯერია და ქალბატონო რიმა, იცით რა არის ახლა ჩვენ რა უბედურებაც გქონდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ხალხმა ზუსტად იმიტომ მისცა ხმა ოცნებას რომ უნდოდა რომ რაღაცა უფრო გაცილებით უფრო უკეთესი მიეღო. შესადარებლად მოდით შევთანხმდეთ ჩვენ ამაზე. ნუ გამოვიყენებთ ცუც. შედარება მოხდეს კარგთან. აი ხომ მივისწრაფით ჩვენ ევროპისკენ და მოდით ევროპასთან შედარება ავიღოთ. და ის რაც ცუდი არის, რაც უკვე ვაღიარე და რაც მთავარია ხალხმა აღიარა. მუდმივად ამას თუ შედარდით, იმდენად წინ ვერ წახვალთ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ხალხმა მოიწონოს. მასშტაბებია წინა მომავალი წლის ბიუჯეტის შედარება ხდება წინა წლის ბიუჯეტთან. ეს არის უბრალოდ ეს ეკონომიკური ფაქტორი, რომელზეც ბატონი ემზარი დამეთანხმება. ყოველთვის ხდება ანალიზი და შედარება გასულ წელთან შედარებით მომავალი წლის. არა, მე ამ დროს ვსაუბრობ საქმიანობას, როცა ასეთ საერთოდ არ მინდოდა განვლილი წლების მუშაობა მე დღევანდელ შეხვედრაზე და გადაწყვეტილი მაქვს არასოდეს აღარ ვისაუბრო ნაციონალების ქმედებაზე ეს უკვე თვალნათელია ამან ეს ყველაფერი აჩვენა არჩევნებმა შედეგებმა მაგრამ აქ ბატონმა ირაკლიმ წამოწია ეს თემები და იდულებული გავხდით რომ მე მისთვის დაბასუხა იცით რა მოდით აი თქვენ გამწვანებაც პრიორიტეტში გაქვთ გამოტანილი ძალიან კარგია და რომ არ იყოს პრიორიტეტში გამოტანილი წარმოუდგენელიც არის იმიტომ რომ მილიონი ხის დარგვას ნამდვილად სჭირდება რომ ეს იყოს პრიორიტეტი მაგრამ იცით რა მინდა რომ გითხრათ ქალბატონო რიმა აი ალბათ ჩვენ რასაც საყვედურობდით ნაციონალურ მოძრაობას იმას ვერ მოვუწონებთ ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას იმათაც ზუსტად ისევე ვსაყვედურობთ თუ იგივეს გაიმეორებენ
უკეთესი იქნება თუ ძალიან კარგად გაითვლით და გაანალიზებთ სად როგორ უნდა გაშენდეს სკვერი და სად რა უნდა დაირგოს და ისი არ მოხდეს რომ აი ძალიან პატარა იმისათვის სკვერისთვის გეტყვით ახლა რომელიც მაგ მხედველობაში ეს არის ჟვანიას მოედნიდან ვაჟა-ფშაველას დასაწყისამდე აი იმ გამსახურდიას პეკინის ხო ისევე ხა პეკინის ქუჩის აი ამ პატარა მონაკვეთზე ალბათ ხა გემახსოვრებათ ეს სკვერი ხო არის ძალიან ვიწრო და აქედან და იქიდან მანქანები გამოწყვეტლი მოძრაობენ აი ხა გამაგებინეთ ხალხო რამდენი ხე შეიძლება დაიდგას ამ პატარა სკვერში და რამდენი სკამი უნდა დადგა და ტრავოლტინი ქვია ხო მე მგონი ძალიან ძვირად ტრავერტინებით მოაპირკეთო ეს ყველაფერი რა ბავშვები გამოვცვიფდებიან ითამაშებენ და პარალელურად ამას ძალიან ასეთი სკვერის გახარჯებული ამდენ 50 სკამი ლათუზა ამ სკვერს ვინ ჩამოჯდება ეხლა იქ ის გამონაბ 50 სკამი ვაიმე შედით და ნახეთ შეყარებულები ჩამოჯდებიან არ ვიცი ხა უკეთეს ადგილს პრიორიტეტს აი ამიტომ ძალიან გთხოვთ კარგად გაიწვიეთ ძალიან კარგი არის დენდროპარკი მაგრამ თქვენი ბედაპირება იყო ის რომ აუცილებლად ააშენებდით უპატრონო ცხოველების თავშესაფარს ეს არის ქალაქის ფუნქცია და დანიშნულება და თუ ამას გააკეთებს იქნება ძალიან კარგი მერია მით უმეტეს რომ დაპირდა და თუ კანონმდებლობასაც მიხედავენ ამ კუთხით და მოაგვარებენ მაშინ ისეთი სიტუაცია როგორიც ჩვენ გვქონდა გუშინ ნამდვილად ამისგანაც თავს დავისვენებ და მომავალში ეს ახლა გუშინდელი ინციდენტს გულისხმობთ ბატონო შეიძლება შეეხება გამწვანების თემა თქვენ იცით რომ ბატონ არმანიას წინასაარჩევნო თავის პროგრამაში გაკვლილი ქონდა რომ თავისი მუშაობის პერიოდში ის დარგავდა მილიონ ხელს და 2015 წლის ბიუჯეტში გათვლილია რომ 250,000 ძირი ხე უნდა დაერგოს რაც გამოყოფილია ამ კუთხით დედაქალაქის საერთო გამწვანებისთვის 20 მილიონი ლარი და 5 მილიონი ლარი მეტია თავისთავად ცხადია ქალბატონო თამარ სავსებით გეთანხმებით ამაში რომ უნდა იყოს ადგილი გათვლილი აბსოლუტურად ხელმისაწვდომი და სპეციალისტების მიერ ეს ყველაფერი არის პროგრამულად გაწერილი და გაკეთებული და რა თქმა უნდა რომ ამ თანხებს რომელიც არის ამ ოფისში ჩადებული ის არ გაიბნევა და არა მიზნობრივად არ იქნება გამოყენებული რომ ჩვენ მოსაჩვენებლად დავრგოთ ეს ხე და ეს ხე შემდეგ მომავალ თაობას არ გამოადგენს მე გეტყვით მეცაც რომ ასეთი მოთხოვნა არის აბსოლუტურად საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ჩართულია ამ პროცესში მაგალითად ჩემს რაიონში ყველა სკოლას ყველა საბავშვო ბაღს მათ შორის მოსახლეობას მიეცა ინფორმაცია სადაც შესაძლებელია რომ თუნდაც დაიგოს ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა დიახ და ჩვენ ახლა ვიწყებთ მომავალი კვირიდან აქციებს აი განსაკუთრებით სვანეთის უბანში და ზემო ჩუღურეთში რომ სპეციალისტების მიერ მოცემული გვაქვს სპეციალური რუკა სადაც შესაძლებელი იქნება ამ ხეების დარგვა და ასე შემდეგ ასე რომ ამ კუთხით ძალიან მიზანმიმართული მუშაობა მიმდინარეობს კეთილი ბატონ ემზარში რაღაც თქვენმა რომელიღაცა ფრაზამ გამოიწვია გაურკვევლობა მე მგონი თქვენ საუბრობთ 32 მილიონზე რომელიც გადანაწილდება გამგეობებზე რა თვითონ პროგრამა არის უცნობი ჩემთვის იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები აწარმოა ქართული ესე ხო ყველა მიცი და გამგეობა თუ წვითავდა 32 მილიონს ცალკე ეს ნამდვილად არ ვიცოდი არა აქ ლაპარაკი აღარ ბატონო ეს როგორ არის როგორ ეხმარება ზია ფიქრადიძეა ლაპარაკში გამგეობის დონეზე რატო და მეც არ მგონია რომ გამგეობის დონეზე ხო გამგეობის დონეზე რაღაც ჩემთვის უცნობი თემა რომ გამგეობა წვითავს რომ ბიზნესი კეთილი მაშინ მოდით ჩვენ ნელ-ნელა მივედით პოლიტპატიმრების თემამდე და აუცილებლად ვერავულით გვერდს ვერანაირად საუბარია 200-ზე მეტ პოლიტპატიმარ 215 პოლიტპატიმარზე მათ შორის კრტილნიკოვი რუსი მზვერავი კი ბატონო მაგრამ იქ არიან ადამიანები ბატონო ირაკი ეს რუსი მზვერავი თქვენ შექმნით და თქვენ გამოიგონოთ ეხლა პოლიტიკურ დებატში ნუ გადავიდეთ მოდით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა სამუშიამ განაცხადა რომ ეს არის აქტი რომელიც თავშად დაეხმარება პოლიტპატიმრებს იმაში რომ ისინი გაივლიან გარკვეულ სოციალურ ადაპტაციას რაც მე ნება მიბოძით მაგრამ იმაშია ერთგვარ დაცინვად
აი ეს ადამიანები მე რამდენადაც ვიცი, ისინი მოითხოვენ თავიანთი საქმეების ხელახალ გამოძიებას, რაც არ ხდება 2 წლის განმავლობაში თქვენი ხელისუფლების პირობებში ქალბატონ რიმა და ძალიან ბევრ მათგანს კი აბსოლუტურ უმრავლესობას დღემდე ნასამართლეობა არ აქვს მოხსნილი. ეს არის პარადოქსი, როდესაც პარლამენტი შენ გაღიარებს პოლიტპატიმრად და ნასამართლეობას არ გიხსნის იუსტიციის სამინისტრო თუ ვისი მოსახსნელიც არის მოკლედ ვის გასაკეთებელიც არის. რა შეგიძლია თქვა თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით 8000 ადამიანი გამოკითხეთ დედაქალაქის მერმა თქვა და არიან თუ არა გამოკითხულთა შორის აი ეს 215 პოლიტპატიმრი მათ თხოვეს თქვენ რა ინფორმაციაც გამაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით მე მოგაწოდებთ ინფორმაციას რომ რა თქმა უნდა პოლიტპატიმრებისათვის უპირველესი ამოცანაა სამართლიანობის აღდგენა რადგან ადამიანს რომელსაც ეს სტატუსი აქვს მინიჭებული, რა თქმა უნდა, ამ სტატუსის მიღმა უნდა კონდეს, რომელსაც თქვენ ამბობთ ახლა, რომ მას არ აქვს მოხსნილი ნასამართლეობა. გეთანხმებით თავიდან ბოლომდე ბატონო ირაკლი, რაც შეეხება აი ამ 215 პატიმრს, სხვათა შორის რატომღაც მგონია რომ ეს ციფრი უფრო დიდია. მე მაქვს ინფორმაცია. დიახ, ვერ შემოვედავებით, დიახ. 215 ადამიანი რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია პოლიტპატიმრების გარკვეულმა ნაწილმა მიმართა მერს ამასთან დაკავშირებით რომ მათთვის გაეწიათ შეღავათი. აი ამ თხოვნის საფუძველზე მიიღო მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება. აქ არ იყო პრიორიტეტულად ეს თემა მას წამოეწია. მხოლოდ და მხოლოდ თხოვნის საფუძველზე აღდგენაზეც მიმართეს და ვისაბამიმართეს და მაგაზეც ამ წუთას ლაპარაკია ქალაქ თბილისის საკრებულოს ქალაქ თბილისის მერის მომავალ 2015 წლის ბიუჯეტზე და ბიუჯეტის ერთ-ერთ ფორმატად როცა ხდება რომ პოლიტპატიმრებს ეკნება შეღავათები მოგზაურობის მოთხოვნით დააწესეს რა თქმა უნდა თუ შესაძლებლობა იქნება ბატონო ირაკლი თუ შესაძლებლობა იქნება დიახ რა თქმა უნდა აქ სხვადასხვა ციფრებზეა ლაპარაკი თქვენ კარგად მოგეხსენებათ 215 ადამიანზე იყო გარკვეულმა ჯგუფმა შეიძლება ამ გარკვეულ ჯგუფში იყოს ისეთი ადამიანები რომლებსაც საერთოდ არ სურდეთ ამ გზავრობის ბილეთის აღება და ამ კუთხით გზავრება კი ბატონო შესაძლებელია კი ბატონო მაგრამ გარკვეულმა ჯგუფმა მე მაქვს ინფორმაცია მიმართა ქალაქის მერს რომ ამ კუთხით მერიას გაეთვალისწინებია მათთვის შეღავათები და ამიტომ იქნა ამ გადაწყვეტილების მიღება კეთილი მე რამდენიც ვიცით ქალბატონ თამარის თანაპარტიელებს ჰქონდათ მთელი რიგი შენიშვნები კონკრეტულად ამასთან ამ საკითხთან დაკავშირებით აი ამ საკითხთან დაკავშირებით ის შენიშვნა გვაქვს რომ ახლა მე მგონი რა ვიცი რაღაცა ცოტა უხერხულია როდესაც პოლიტპატიმარს რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ითხოვს რომ გადახედილი იქნეს მისი საქმე ითხოვს რომ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი თუ კი პოლიტპატიმრად აღიარე ეს ადამიანი ესე იგი ვინც მას მიუსაჯა და იჯდა ის ხო დამნაშავეა ის ხო არასწორად მოიქცა და დღეს ის ადამიანები ისე განაგრძობენ საქმიანობას ადამიანები რომლებმაც თავები დაუჩეჩქვეს მამში პოლიციაში მომუშავე დაწინაურებულები არიან და ამას უყურებენ ეს ჩვენი პოლიტპატიმრები და ითხოვენ ეხლა 20 თეთრად მამგზავრეთ და ამითი კმაყოფილი ვიქნებიო ნუ ეხლა ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებ მათ ჭირდებათ რეაბილიტაცია ჭირდებათ დაუბრუნდეთ ჩამორთმეული რაც აქვთ მიეცეთ იმის საშუალება რომ სამსახურები რო დაკარგეს ისევ რაღაცა იმუშაონ და აი ეს არის იცით გადაგდებული დახმარება კი არ უნდა ამ ხალხს. ამ ხალხს უნდა რომ თვითონ იყოს დოვლათის შემქმნელი, თვითონ შეძლოს საკუთარი თავის შენახვა და თავისი ოჯახის შენახვა და იქნება იქით დაეხმაროს კიდევ ვიღაცას თუ კი ამისი საშუალება იქნება. ყველა ადამიანის რაღაცა შექმნილი მან მისი თავის რეაბილიტაცია გააკეთოს, რეალიზაცია გააკეთოს, რა თქმა უნდა ეს პოლიტპატიმარი იქნება და ჩვეულებრივი ადამიანი გეთანხმებით თან ქალბატონო მაგრამ ბატონის ამ შეასაბამებაში ძალიან არასერიოზული არგუმენტია. შესაბამისობა და შესაძლებლობა რომ ყველა პიროვნებას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის რეალიზება. ხელისუფლების პირველი ფუნქცია არის ზუსტად ეს. ასეთი პირობები შეგნაცვალეთ. ძინადადიანი ლაპარაკებს ძალიან ლაპარაკობთ ქალაქის იმიტომ რომ გუნდის წევრი თქვა ხო განყენებულად არა გუნდის წევრი მიამატება ეს გუნდია უკვე 2012 წლიდან მას უნდა შეექმნა ამისი საფუძვლები რა თქმა უნდა შეიძლება პოლიტპატიმრებს რა თქმა უნდა რჩება შტაბ-ეტილება რომ დავით ნარმანიამ შეღავათი გაუწია საკუთარ პოლიტიკურ პარტნიორებს მაგალითად
ერთად ტრისტან წითელაშვილს, რომელიც ქუჩის ლიდერია, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების, ჯერ ერთი ქალბატონო რიმა ბატონმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მას წერილობით მიმართა იუსტიციის სამინისტრომ და ჩვენ უკვე გამოვითხოვეთ ესე და ძალიან გვაინტერესებს იუსტიციის სამინისტროს мотиваცია, როდესაც მერიას მოთხოვა პოლიტპატიმრებზე სრუნვა, თუმცა უხერხულიც და დაცინვაც ეს არის ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი პედაგოგების, პენსიონერების ასეთი გადაწყვეტილება იმ ადამიანების, ვისაც დავით ნარმანიამ უარგუმენტოდ საუბარიც არის სულ არ თემაზე უთხრა უარი შეღავათების სისტემის გავცობაზე, სამაგრო სიამაყე მოგვისმენია თქვენ თანხმდების შეხვედრაზე უარი შეხვედრაზე არა ბატონო შეხვედრა არ არის საჭირო იმის რომ ადამიანებზე იზრუნოს ჩვენ წინადადება იყო რომ პედაგოგებს ეუგზავნათ უფასო თუ თქვენ თვლით რომ ეს არ არის საჭირო და პედაგოგებს არ ჭირდებათ ასე გითხარით ხოლო თუ თვლით რომ ეს პედაგოგებს ჭირდებათ მაშინ გადავიდეთ ციფრებზე მსჯელობაზე მაგრამ დავით ნარმანიამ ეს არის სურვა მან თქვა ამის პასუხად რომ ნაცვლად პედაგოგებისა შეღავათით ისაგებენ პოლიტპატიმრები და ამით ყველაფერი ნათქვამი არა ეხლა ბატონირაკი არ შეიძლება ასე მსჯელობა როგორ ეხლა ბატონ დავით ნარმანიამ 215 კაცი რომელიც პოლიტპატიმარს კიდე გეუბნებით განცხადებით მიმართა და სთხოვა გარკვეულმა ჯგუფმა შედარება გააკეთა თბილისში არსებულ მომუშავე პედაგოგებზე არა არ არის ეს სწორი ინფორმაცია პასუხი შეთავაზებაზე და ეს ძალიან ცუდი მას სამშობლოების პედაგოგებიც არ მოიხსენია ის საერთოდ ვერ ერთობა რა სოციალური პრობლემები გვაქვს დედაქალაქში ეს არ არის სწორი ინფორმაცია კიდე გეუბნებით დავით ნარმანიამ უპირველესი ამოცანა პედაგოგებზე ზრუნვა და ეს საქმე დამტკიცდება კი ბატონო რა თქმა უნდა კიდეც იზრუნებს და კიდეც გააკეთებს კი ბატონო კიდეც მოდით ოღონდ ამ ბიუჯეტში ეს არ ჩანს ფინალისკენ მივდივართ და ქალბატონო რიმა თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ რომ 15-ში როდესაც შემოვა ეს ბიუჯეტი იქნება დაიწყება განხილვა და შემდეგ უკვე შესწორებული ვარიანტი დაბრუნდება დედაქალაქის მერიაში რა შეგიძლიათ თქვენ აი ამ მოკლე საუბრიდან თქვენი სადეთ რა შენიშვნა შეიძლება გაიზიაროთ ქართულმა ოცნებამ რა იმ იქიდან რაც აქ ითქვა ამ სტუდიაში არა რა თქმა უნდა ეხლა აქ ჩემს კოლეგებს გული შესწრება ამ საკითხებთან დაკავშირება მე ერთი წუთითაც არ მინდა რომ ეს მათი წინადადებები და შენიშვნები და რეკომენდაციები რომელიც თუმცა მეტნაკლებად იყო ზოგიერთი მხრიდან პოპულისტურად ნათქვამი მაგრამ მათ არ შედგებათ გული ამ ქალაქზე და ამ ქვეყანაზე კი ბატონო შემოვა ბიუჯეტი ჩვენც ვნახავთ კონკრეტულად რომელ მუხში რომელ კუთხით არ არის საკმარისი ეს სიტუაცია და ზუსტად იმიტომაც შემოდის ბატონო ბიუჯეტი შემოვა დაიწყება განხილვა და დაბრუნდება დაუშვათ იმ ტრადიციებით როგორც იყო ადრე არ იქნება გათვალისწინებული ოპოზიციის შენიშვნები იქნება გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოვა ეს იქნება აბსოლუტურად ყველა კომისიაზე მოხდება მისი განხილვა აქ იქნება აბსოლუტურად ყველა საკრებულოს წევრი ჩართული ყველა კომისიის წევრთა შემადგენლობა მიიღებს ამაში აქტიურ მონაწილეობას ის რაც მისაღებია ჩვენ განვიხილავთ ის რაც რეკომენდაციები იქნება გასათვალისწინებელი იმას განვიხილავთ და ჩვენი შენიშვნებით ეს ბიუჯეტი დაბრუნდება უკან ქალაქის მერიაში მოხდება იქ შესწორება და შესწორებული ფორმით დაბრუნდება საკრებულოს ხდომაზე განსახილველად მის დასამტკიცებლად ერთი რეზუმეს სახით მინდა ვთხოვო ბატონ ემზარს 2 წუთის ფორმატში რამე გითხრას მე ვფიქრობ კიდევ ერთხელ პრობლემა უფრო ღრმა არის და ცოტა მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა გახდეს სრულუფლებიანი ბატონი თავის რეგიონის როგორც შემოსავლების განაწილების და კუთხით ამ შემოსავლის მობილიზაციის კუთხით ეს საზოგადოებრივი და პირველ რიგში თბილისში უნდა გადავდგეთ იქ დამეჯერო ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლად კანონში რაც ჩადებული ეს ფინანსურად განმტკიცდეს და შეიცვალოს ბიუჯეტი რომწყობის წესი იმიტომ რომ მე მაგალითად ვისურვებდი რომ მეტი ბიუჯეტი ყოფილიყო თუნდაც 50 მილიონი თბილისში, იმიტომ რომ აღარ პროგრამები რომელიც საჭიროებს ხარდაჭერას და დაფინანსებას და უფრო უკეთესი იქნებოდა თუნდაც მერისთვის დაგვეჭირა მხარე ახალგაზრდობიჭი რომ დადო ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ძალიან წესიერი ადამიანია და მას მეტის გაკეთება უნდა თბილისში და მეტი ტრანსფერი რომ მიეცათ ის იქნებოდა ჩემი სურვილი უფრო დიდი ბიუჯეტი მენახა თბილისის საკრებულოში განსახილველი. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი რივმა ბერიძე, ბატონი ირაკლი აბესაძე, ქალბატონი თამარ ცინცაბაძე და ბატონი ემზარ ჯგერნაია იყვნენ ჩვენი სტუმრები. გაცემის მეორე ბლოკში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით თევზაძე შეაფასებს საქართველოს შეერაღებულ ძალებში არსებულ მდგომარეობას დაგველოდეთ ჩვენ მალე დაბრუნდებით. RMG უმსხვილესი დამსაქმებელია 3000 თანამშრომლით, რომელთა 80% ადგილობრივი მცხოვრებია. კომპანია RMG, ძლიერი წარმოება, ძლიერი რეგიონი, ძლიერი ეკონომიკა. მაქტიკომის გათამაშება დაიწყო. თამაშდება გარემონტებული ბინა თბილისში, M კვადრატში იპოდრომთან. 100,000 ლარი.
და Porsche Panamera 2015 წლის მოდელი. გათამაშებაში მონაწილეობისთვის უფასოდ დარეკე ნომერზე 95-95 და ანგარიშზე ერთჯერადა ჩარისხულ ყოველ სამლარზე მიიღე 1 ბილეთი. თუ ჯერ არ ხარ მაქტიკომის აბონენტი, დაპორტირდი შენივე ნომრით და საჩუქრად მიიღე 5 ბილეთი. არ გაუშვა მოგეს შანსი. RMG-მ ბოლო 5 წლის მანძილზე 480 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია RMG, ძლიერი წარმოება, ძლიერი რეგიონი, ძლიერი ეკონომიკა. გუთიანი გნებავს? კი. ავტომობილი! მე ვარ დავით ვალიშვილი, ცხოვრობ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში. ქობულეთში ტექნობუმის მაღაზიაში შევიძინე მობილური ტელეფონი. ჩავაგდე დოლორაში ერთადერთი ბილეთი. ცხოვრებაში არაფერი არ ქონდა მონაგები და მოვიგე ეხლა ეს ახალთახალი ავტომობილი Mercedes-იც. ყველას ურჩევ რომ შეიძინონ ტექნობუმში რაიმე ნივთი და მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა. მადლობა ტექნობუმ. შენც მოიგე ტექნობუმში. მომენტები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდება. კადრები, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაზე იქონიეს გავლენა. ისტორიები, გმირები, რომლებსაც გულშემატკივრობდი. მოვლენები, რომლებიც ჩვენს ყურადღებას არ გამორჩენია, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა და სამუდამოდ დარჩა ჩვენს მეხსიერებაში. ყველაფერი, რაც კარგად გახსოვს და ყველაფერი, რაც ჯერ არ გინახავს. კავკასუს ონლაინი. განახლებული ტელევიზია ჩვენს სახლებში. RMG ექსპორტის მოცულობით მეორე ადგილზე მყოფი კომპანია, რომელზეც ქვეყნის ექსპორტის 10% მოდის. კომპანია RMG, ძლიერი წარმოება, ძლიერი რეგიონი, ძლიერი ეკონომიკა. ბარიერი ეთერში თავდაცვის ექს-მინისტრთან ერთად ბატონ დავით თევზაძესთან ერთად ვრუნდება. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმებით მომბრძანებისთვის. თქვენ დღეს გქონდათ მოკლე პრესკონფერენცია, სადაც შეაფასეთ შერეულ ძალებში არსებული მდგომარეობა, შეაფასეთ ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ თავდაცვის სამინისტროში და ირაკლი ავალსანიას ჩანაცვლება მინდია ჯანელიძეთი არ მოიწონეთ პრინციპში. გამოთქვით ასეთი, ასე ვთქვათ, საბარაუდო სცენარი, თქვენს მისაღები იქნებოდა, რომ ეს თანამდებობა დროებით დაუშვათ დაიკავებინა პრემიერ-მინისტრს და გარკვეული დროის შემდეგ, რაც მინდია ჯანელიძე აღიჭურებოდა საჭირო უნარჩვევებით, მას ჩაებარებინა დაუშვათ თავდაცვის სამინისტრო. თქვენი აზრით, რა ცოდნა და რა უპირატესობა აქვს ბატონ ღარიბაშვილს საიმისოდ, რომ ის გამხდარიყო, თუნდაც მოკლე დროით, მაგრამ თავდაცვის მინისტრი? ხო, ჯერ დავაზუსტებ. კი ბატონო. მე რაც ვთქვი, ახლა ჩემ მოწონება არ მოწონებას. ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არანაირი სუბიექტური წინასწარი განწყობა მე. არც ბატონი ჯანელიძისადმი მაქვს და არც არავისადმი. გამოვთქვა მოსაზრებას გამომდინარე იქიდან, რაც მიმაჩნია, რომ საქმეს შეიძლება სხვანაირად წაადგეს. შეეხება ღარიბაშვილის უნარჩვევებს. ღარიბაშვილს არ დაჭირდებოდა განსაკუთრებული უნარჩვევები. ის აღჭურვილია ინდაგვარი ძალაუფლებით ხელისუფლებაში, რომ მას შეეძლო ძალიან ეფექტურად გარკვეული პერიოდის მანძილზე ემართა სამინისტრო იგივე ჯანელიძის მეშვეობით. ამაში მას დაეხმარებოდა მთელი მინისტრთა კაბინეტი, ასე რომ ვთქვათ. მას ექნებოდა გარკვეულწილად ვალდებულება კვირაში ერთხელ მაინც გარკვეული იყო იმ ვითარებაში, რომელიც სამინისტროშია რეალურად და გარდა ამისა ჯანელიძეს მიეცემოდა საშუალება რეალურად იგივე გენერალური შტაბის დახმარებით იქ კარიერის გამშრომლები ვინც არიან, გნებავთ სამოქალაქო, გნებავთ სამხედრო, რომ საკითხების გარკვეული წრე მოთელილიყო. იმდენად უნარჩვევებზე არ არის ლაპარაკი, რამდენად სისტემის ცოდნაზეა და იმ პრობლემატიკის ცოდნაზე,
რომელსაც მას ახლა მარტოს მოუწევს შეჭიდება და მისთვის იქნებოდა უბრალოდ და თვითონ უწყებისთვისაც გაცილებით ეფექტური იქნებოდა, რომ ვთქვათ, ესეთი ორსაფეხურებიანი მართლა განხორციელებული იყო. ახლა პრაქტიკაში ეს არის ყველაზე წარმატებული მაგალითებია ისრაელში, როდესაც დროებით კი არა, არამედ გარკვეულწილად სრული პერიოდით თავდაცვის მინისტრობას ხან პრემიერ-მინისტრი თავსებდა და ხან გენერალური შტაბის უფროსი. ისრაელის შემთხვევაში განპირობებული თავის სპეციფიკით ხარ. სპეციფიკით მე გარემო ისრაელს ასე რომ თქვა ჩვენზე ვარესია სტრატეგიული გარემო და ძალიან ეფექტურია. ახლა კი ყავთ დამოუკიდებელი თავდაცვის მინისტრი, ასე ვთქვა, დამოუკიდებელი ან ცალკე თავდაცვის მინისტრი, მაგრამ მთლიანი პასუხისმგებლობა სამინისტროზე, იმიტომ რომ სამინისტრო იმდაგვარი ფუნქციებით არის გახჭურვილი რეალურად, რომ თავრობის ქვეშ არის პრაქტიკულად, ანუ კაბინეტი მყავს მთლიანად ხედველობაში და ჩვენც გქონდა ეს ანუ ჯარის მართვაში მონაწილეობს პრაქტიკულად მთელი მინისტრთა კაბინეტი. ჯარის მართვაში კი არ მონაწილეობს, აი ჯარის მართვა სხვა თემაა კიდე. მონაწილეობს იმ სტრატეგიული გეგმების რეალიზაციაში, სახელმწიფო მონაწილეობს, როდესაც პრემიერ-მინისტრია ჩართული, ადვილია მისთვის სახელმწიფო რესურსების, ვთქვათ, ისე განაწილება, როდესაც რეალურად ეხება პრობლემატიკას, რომ თუ მიიჩნია, რომ ეს არის პირდაპირ გასაკეთებელი, ვთქვათ, ან და მოსაგვარებელი, მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ახლა თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯერჯერობით ეს დღეები დაკავებულია ეცნობა საზღვარგარეთის წარმომადგენლობებს თქვა და ასე შემდეგ და მეტიც მე გაგახსენებ თქვენ საქართველოში იყო ასეთი პრეცედენტი როდესაც შეიქმნა ვაკუუმი მინისტრის თანამდებობაზე ბატონი გიორგი ყარყარაშვილის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტმა შეითავსა სხვადასხვა გენშტაბის რჩევით პრეზიდენტმა შეითავსა 6 თვის ვადით თავდაცვის მინისტრობა მან გამოიყენა ესა და მას მიეცა საშუალება გარკვეულწილად უფრო დინჯად მოეძებნა ის შეცვლა რომელიც იმ პოლიტიკურ სიტუაციას მაშინ აწყობდა მისი ხედვით ყოველ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში თქვენი აზრით სუსტი წერტილი კანდიდატურის შერჩევისას რა არის და უშუალოდ რა არის ის ნაკლი რაც შეიძლება დავიწყოთ იქიდან რომ თავდაცვის მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა. დიახ. ბატონ ჯანელიძე პოლიტიკური ფიგურა არ გახლავთ ის პოლიტიკაში პოლიტიკით არ მოსულა. დიახ. ეს მოვიდა სპეცსამსახურიდან. არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მოვიდა საჯარო სამსახურიდან, იმიტომ რომ როცა მას ნიშნავდნენ თქვა და თან ასეთი სპეციფიკური სამსახურიდან, მე ეს მაფიქრებინებს იმას, რომ პრემიერ-მინისტრის წინაშე გარკვეულწილად დადგა ასეთი ამოცანა, რომ სასწრაფოდ მოეხდინა ჩანაცვლება, რომ ჯარი არ გამოსულიყო კონტროლიდან. რაღაც მაგდაგვარი ახლა ზუსტად როგორ იყო მე არ ვიცი მისი ფიქრს და დენა, მაგრამ ასეთი რამე იკითხება. ამიტომ მისთვის რომ ვინმეს ეკარნახავ თქვა, რომ შენ შეგიძლია ეს თვითონ გააკეთო, ალბათ ყველაზე კარგი ის იქნებოდა, თქვა, ჯარის მაპატიეთ რომ გაწყვეტენ, ჯარის კონტროლიდან გამოსვლაში რას გულისხმობთ და უშუალოდ რაღაცა უკიდურეს ვარიანტი. მაგას არ გულისხმობ, მაგრამ საერთოდ სამხედრო სტრუქტურა ისეთია, რომელიც უპატრონობას ვერ იტანს. ეს ერთი. მეორე ვერ იტანს არალეგიტიმურ მართვას. იწყება რაღაც პროცესები, რომელიც პირველ დონეზე მოქმედებს დისციპლინაზე და შემდეგ აქედან მოყოლებული ბევრი სხვა რამე ფუჭდება. ეს პრობლემა მხოლოდ ხედველობა. თქვენ ციტატას მოვიყვანო. ალასანიას გადაყენების საბაბი მისივე განცხადება იყო, რომლითაც მან დაკავებები მის წინააღმდეგ და ევროპული კურსის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ეს თქვენ წარმოთქვით დღევანდელ ბრიფინგზე, ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ პრემიერის მე ყოველ შემთხვევაში ასეთი აზრი გამიშთა, რომ პრემიერის ეს გადაწყვეტილება ალასანიას განაყენებას გულისხმობ, იყო ცალსახად მართებული და ცალსახად სწორი. რა არის მართებული რაღაცა და არის სწორი. სწორი გადაწყვეტილება იყო, ახლა რამდენად მართებული იყო ეს
ინტერპრეტაციის საკითხია და გადაწყვეტილება სწორი იყო. ისევე როგორც სწორი იყო სხვათა შორის. ხო, კეთვით ახლა აგიხსნით მარტივად. ისევე როგორც მაგალითად სწორი იყო, ახლა კი გამოიწვია მithმა მოთქმა ბელუჩაშვილის დანიშვნა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო იმ აზრით, რომ ამით მან დაამთავრა ის ინტერპრეტაციები, რომ მთავრობაში დასავლური ორიენტაციის მქონე მინისტრების შენაცვლება ხდება, ვთქვათ, რაღაც სხვა მინისტრებით. ბელუჩაშვილი ცალსახად ყველა მთავრობაში, რომელშიც ის მონაწილეობდა, ასოცირდება ევროკონტაქტურ კურსთან. აი ამ დაგვარი სისტორე მოხდელობაში, ანუ საქმე იმაშია, რომ თავდაცვის მინისტრი მიუხედავად სამოქალაქო კონტროლისა და სხვა მეხანიზმებისა საკმაოდ ძლიერი ფიგურაა სახელმწიფოში. ამიტომ, როდესაც თავდაცვის მინისტრი გამოდის და ადანაშაულებს ხელისუფლებას, რომელშიც თვითონ მონაწილეობს, ეს ახლა შეიძლება თვითონ არ ედოს მას გულში და ალასანი არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ამ დაგვარად ეფიქრა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იკითხება ასეთნაირად, რომ მე შემიძლია ეს გავასწორო ჩემი ძალებით. და თუ მხედველობაში მივიღებთ ბექგრაუნდს, რომელიც მას მოყვებოდა როგორც მაღალი რეიტინგი და ეს მაღალი რეიტინგი ახლა კი შეიძლება არ ასახავდეს, მაგრამ შეიძლება ასახავდეს იმ რეალობას, რომელიც ვთქვათ, ჯარში იყო, მას შეიძლება თავისი ავტორიტეტით რაღაც ნაბიჯი გადაედგა, ეს დასაშვების სცენარი იყო და პრემიერ-მინისტრს პირველ რიგში ამაზე უნდა ეფიქრა. და პირველ რიგში მას მყისიერად რეაქცია ამ მიმართულებით უნდა მიეცა. ამიტომ ვამბობ, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო. თქვენ ასევე მოწამლების ფაქტებს გამოიხმაურეთ. იმას რა შეკითხვასაც მისვამდნენ, ახლა ეს ჩემგან არ წამოსულა. კეთილი, მაშინ მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ანუ თქვენ რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭეთ ამაზე, თქვით რომ კი რუსული კლიშეა, ჩეპე, მაგრამ ყოველთვის ჩეპეა და ყოველთვის მძიმე ჩეპეა სამხედრო ნაწილში, ახლა ამიტომ მაგალითად სამხედრო პროკურატურა რო არსებულიყო როგორც ინსტიტუტი, ხო? ამდენ ხანს ეს საქმე არც ერთ თაროზე არ იქნებოდა. ძიება გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა, იმიტომ რომ სამხედრო პროკურორებმა ზუსტად იციან, მაგრამ სამხედრო პროკურატურის ინსტიტუტი ასე დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა ქვეყანაში გნებავ დემოკრატიული, ეგეთ გნებავთ არადემოკრატიული. სამხედრო სისტემას გააჩნია თავისი სამართალდამცავი სტრუქტურა თელ ჩამონათვალზე. ჩვენ გვაქვს პოლიცია, ხო, სამხედრო პოლიცია. ჩვენ გვაქვს სამხედრო პოლიცია და ამიტომ ეს სამხედრო პოლიცია არის ამოვარდნილი კონტექსტიდან. თუ ყავს სამხედრო პოლიცია, უნდა ყავდეს სამხედრო პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობას აწარმოებს ამ პოლიციაზეც და გარდა იმისა იმაზე, როგორ იცვება, როგორ ხდება კანონის დაცვა სამხედრო სტრუქტურებში, უნდა იყოს სამხედრო სასამართლო ყველა შემთხვევაში. და სპეციფიკური საქმეები იხილება სამხედრო საზღვაო აღსრულების სისტემა და სამხედრო ადვოკატი. ანუ ეს მთელი სპექტრი აიღეთ ნებისმიერი სამხედრო სტრუქტურა სოფლიოში და ყველგან არის. კინოებში მაინც ხო გვინახია როგორ ასამართლებენ ტრიბუნალებს და ტრიბუნალები დიახ ეს სავსებით დემოკრატიულია. გასაგებია ჩახურული სისტემა, ესეც თქვენი ტერმინია, ალასანიას დროს იყო ჩახურული ბრძანით და გამოთქვეს ვარაუდი რომ შეიძლება კიდევ უფრო ჩახურული გახდეს. კი, ეგ არის უბრალოდ სპეციფიკა. იქაც იყო კამათი ტერმინები ჩახურული და დახურული. ხო, კი, შეიძლება სხვა სიტყვა უნდა მეხმარა, არ ვიცი. სისტემა ჩაიხურა, როგორც აჩვენს ჩახურვაში მე ვიგულისხმე რომ დაიხურა არა მარტო საზოგადოებისთვის რეალურად. კი, იქ იყო რაღაც შერჩეული NGO-ები, რომლებთანაც ბრიფინგებს აწყობდნენ და რომლებთან ერთადაც ვთქვათ, მსჯელობდნენ რაღაცებზე, მაგრამ რეალურად ეს არ ნიშნავს ღიაობას სისტემისას. როგორც აჩვენს, მთავრობისთვისაც, ანუ მთავრობის დანარჩენი ნაწილი წევრებისთვისაც და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრისთვის და პრეზიდენტისთვისაც არ იყო ღია სისტემა. ეს იკვეთება თუნდაც იქიდან, რა მithმა მოყვა პარიზში, ვთქვათ, ბატონ ალასანიას ყოფნას, ხო? გარდა ამისა,
შეუთანხმებელი განცხადებების მთელი კასკადი იყო გახსოვთ თქვენ მთელი შემოდგომა, რაზედაც მთავრობას უწევდა ან ახსნა განმარტება დამატებითი, ან და უწევდა იმის თქმა, რომ არა ასე არ არის. ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვიცი, ამდენ რუსული კლიშეები რაღაც არ დავამთავროს, მაგრამ ინიციატივნიჩავ რო იტყვია რა. ანუ იჩენდა ინიციატივებს, რომელიც მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული. ან შეთანხმებული იყო და უფრო ვარესი შემთხვევა, მთავრობა საქმის კურსში იყო და ესმა. ანუ გარკვეულწილად გუნდიდან ამოვარდნილად იკვეთებოდა ლასანი. თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია რაზე მიდიოდა საუბარი საფრანგეთში? აბა ჩემთან ჩიტებს ამბავი არ მოაგდა საერთოდ. კარგით, ესე იგი, ეს ჩახურვა რა ტიპის ინფორმაციის დაბლოკვას გამოიწვევს, რა იქნება დახურული, რა იქნება? იცით რა, როცა პრემიერს ეხება საქმე, ეს უნდა იყოს სტრატეგიული დონის ინფორმაცია. ანუ თქვა ჩვენ გვყავს პარტნიორები, ხო? აი მათთან რა ტიპის და რაზე მიდის საუბარი, როგორც აჩვენებს პრემიერი ყოველთვის საქმის კურსში არ იყო. თუმცა ეგ არ არის კარგი, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკა მიყავს არა თავდაცვის მინისტრს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრს. ამიტომ მთავრობაში ყოველთვის აი ამ ტიპის მთავრობაში პრემიერის დონეზე ეს უნდა იყოს ყოველთვის განხილული, თუნდაც შევიწროებული კაბინეტის ფარგლებში ვთქვათ, პრემიერი თვითონ მისი რომელიმე ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. აი ამ 4-ში მაინც რაღაცეები უნდა ცალკე თანხმდებოდეს, თუ კი სამხედრო ურთიერთობებს ეხება საქმე და ამიტომ როგორც აჩვენს ეს არ ხდებოდა ეგ. სხვა ფორმატი ეგ არ არის უშუალო საბჭოს ფორმატი. ბატონო და რატომ მივარაუდით რომ ეს სისტემა კიდევ უფრო ჩაიხურება, იმიტომ რომ მინდია ჯანიძე არის როგორც ჩანს პრემიერისთვის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი და მას ჩააბარა. ხო და ჩაიხურება აი ამ მონაკვეთში პრემიერი თავდაცვის მინისტრი. ხო, აი აქ მოხდება ჩახურვა და ეს ყოველთვის ცუდია. იმიტომ რომ შეიძლება რა სიწვევს ანუ რა შეიძლება რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ასეც შეიძლება შეფასებები რომელიც გქონდეს თავდაცვის მინისტრს რაღაც მოვლენებთან დაკავშირებით ხო რომელსაც მას მისი ანალიტიკური სამსახურები აწვდიან შეიძლება იყოს სამხრივი და თუ კი პრემიერს არ ექნება საშუალება რომ სხვა ინფორმაციით იკვებოს, არა? შეიძლება ახლა თუ კი ლაპარაკია სასკების შეძენაზე, ამან არაფერი არ გამოიწვიოს, მაგრამ თუ კი ლაპარაკია, ვთქვათ, იგივე ამ ეგრეთ წოდებული საჰაერო მითიური თავდაცვის სისტემების განლაგებაზე და რაღაცა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სამხრივი გადაწყვეტილება, ანუ გადაწყვეტილება, რომელიც შეჯერებული არ არის, ანუ გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ზუსტად როცა ერთი კაცი იღებს ამას თავის თავზე მცდარი აღმოჩნდეს. აი, რომ დავუბრუნდეთ მაშინ ამ მითიურ ჰაერსაწინააღმდეგო თუ შემოვიტანოთ. შემოვიტანოთ. გენშტაბის და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მას თქვათ რაღაც ფუნქციების აღრევაზე იყო თქვენი მხრიდან. ხო, მე ასე ვთქვი, რომ ის რაც მოხდა ვთქვათ და მოხდა რა რომ დაიჭირეს რამდენიმე ადამიანი. ხო? აი ვინ დაიჭირეს ამათი ანალიზი რო ჩავატაროთ. ხო, გავაანალიზოთ ვინ დაიჭირეს. ძალიან გავს იმას რომ ფუნქციები გენერალურ შტაბსა და თავდაცვის სამინისტროს შორის იყო აღრეული. რატომ? დაიჭირეს შესყიდვების წარმომადგენლები თუ ვინც არიან, ეს სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც ტენდერთან იყვნენ მიბმულები და ასე შემდეგ. აი რა ბრმა არსებობს მათ შორის და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის ერთ-ერთი ძირითადი სამმართველო, ხო? აი ამის ხელმძღვანელს შორის რა ბრმა უნდა არსებობს? ინსტიტუციურად ასეთი ბრმა არ არსებობს. ბატონი კაიშაური პოლკოვნიკი, რომელიც ხელმძღვანელობს და J6-ის სამმართველოს, ხო? არ არის ახალბედა ოფიცერი და არც ისეთი ოფიცერია, რომელმაც შეიძლება უბრალოდ მეგობრობის გამო რაღაცა ისეთი გააკეთოს, რომ საქმე გააფუჭოს, თქვათ, ხო?
პროკურატურას მოუწევს ძალიან სერიოზული მუშაობა, რომ ამ შემთხვევაში ვისი მონაწილეობა იყო ზედმეტი, ასე ვთქვათ, ცენტრალური აპარატის თანამშრომლის თუ გენშტაბის? აი არ ვიცი ჩვენ ახლა მე არ ვიცი ესენი როგორ არიან ერთმანეთთან მიბმულები და მე არ მგონია რომ ნათელი სურათი თვითონ პროკურატურას კონდეს. ან მიმოწერა უნდა არსებობდეს. ხო? მაგრამ მიმოწერა შეუძლებელია არსებობდეს პირდაპირ მიმოწერა თავდაცვის სამინისტროს სამმართველოსა და გენშტაბის სამმართველოს შორის. თავდაცვის სამინისტროს კანცელარიიდან, ხო? ეს უნდა ჩადიოდეს ჯერ გენერალური შტაბის კანცელარიაში და იქიდან უნდა მისამართლებოდეს სადმე. თუმცა ეს მიმოწერა შეუძლებელია იყოს, ასე ვთქვათ, დავალების მიცემის ტიპის. იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტროს ვერც ერთი მაღალჩინოსანი, რაც არ უნდა მაღალი იყოს, მათ შორის მინისტრი უშუალოდ გენერალური შტაბის სამმართველოს უფროს ბრძანებას ვერ აძლევს. ამიტომ ვამბობ მე, თუ ასეთი რამე იკვეთება და მე კაიშაურზე კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ იყო იმ ტიპის ოფიცერი, რომელსაც რაღაცა თავისი ჭკუით გაეკეთებინა, ხო? თვითონ გამოეჩინა ინიციატივა. მე რაც მახსოვს და ამ პიროვნებას ალბათ 20 წელი ვიცნობ, ხო? მეტი. ცოტა ყოველთვის ბრძანებას ასრულებდა. მან იცოდა ზუსტად ის ფარგლები, რომელიც ისა და ამიტომ მე ძალიან მაკვირვებს ეგა, ხო? და რახან აი ესეთი სიტუაცია შეიქმნა და რახან პროკურატურას აქ მიზეზი ეთყობა და საბაბია ყოველ შემთხვევაში რომ ეს ადამიანები ერთად დააკავოს, როგორც ერთ საქმეში თანამონაწილენი. ეს უბრალოდ მეუბნება მე რომ ფუნქციურად ან თავდაცვის სამინისტრო ერეო და გენშტაბის ფუნქციებში არასწორად, რაც არასწორია, რაც სამოქალაქო სამინისტროს პირობებში უნდა იყოს რეალურად გამორიცხული, ხო? ან და ვთქვათ გენშტაბის სამმართველოს უფროსები იჩენდნენ რაღაც ინიციატივას ისე რომ გენშტაბის უფროსი საქმის კურსში არ იყო, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ მაშინ რა. ამიტომ ვთქვი მე, აი ეს სიტუაცია მე როგორ მე მაძლევს საშუალებას გამოვთქვა ესეთი ვარაუდი. და მე ამ ვარაუდში ხო მე ძალიან ესეთი ის არის ეგ შეიძლება უცხო თვალისთვის იყოს არაფერი, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული. ახლა მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ჩემ დროს ეგ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მე ვიყავი უმაღლეს სამხედრო პირი ამავე დროს. და ჩემგან ჩადიოდა ბრძანება გენშტაბში და გენშტაბის, მაგრამ ჩემგან პირდაპირ სამმართველოზე არ ჩადიოდა ბრძანება სხვათა. გენშტაბის ხელმძღვანელის გავლით. რა თქმა უნდა, აბა მაშინ რაში მჭირდება მე გენერალური შტაბი. მე თუ დავიწყე სამმართველოების კურირება, როგორც უმაღლესმა სამხედრო პირმა, მაშინ მე გენერალური შტაბი არაფერს არ მჭირდება. და ეს სხვაობა არის და ეს სხვაობა რატომღაც არ ვიცი მე რანაირად შეიძლება ის სამოქალაქო პერსონალი, რომელიც არის დაკავებული ბიუროკრატიულ თანამდებობებზე, ის არის მოუმზადებელი რეალურად და თავის კომპეტენციებს ცილდება, ან და ის უჯრები, რომელიც გენშტაბში არის წარმოდგენილი, ხო, როგორც ძირითადი სამმართველოები, რომელიც რეალურად აკეთებს გენშტაბის ფუნქციონირებას, ხო? მაშინ ან ამათ აქვთ მეტი თავის თავზე აღებული. ფაქტია ეს სიტუაცია, ეს დაჭერები. სხვა არაფერი, აი მარტო დაიჭირეს ეს 5 ადამიანი ამ ბრალდებით. 5 თუ რამდენი არც ვიცი. 5 მგონი, ხო? ეს 5 ადამიანი დაიჭირეს ამ ბრალდებით. ეს მეუბნება მე რომ პირდაპირ ცალსახად მიმანიშნებს, რომ თუ ამათ შორის რეალური ბმა არსებობს, რაც უნდა დაამტკიცოს სხვათა შორის პროკურატურამ, ხო? თუ ამათ შორის რეალური ბმა არსებობს, მაშინ მაპატიეთ და თავდაცვის სამინისტრო არ ყოფილა თავის ადგილზე, ან და გენერალური შტაბი არ ეტევა იმ ფარგლებში, რომელიც მას მიჩნეულებს. ხო, რომელიც მას. კარგი, კიდევ ერთი თქვენი ვარაუდი სევდიანი ძალიან და ამით დავასრულებთ. საკადრო გადაადგილება არანაირად არ იმოქმედებსო, ჯარზე თქვენ აღნიშნეთ, ჯარი ცხოვრობს თავის ცხოვრებით და მე მრჩევაში დავეცლება, რომ მასზე არავინ არ ფიქრობს. რა ასაზრდოებს თქვენს ასეთ შტაბის კლებას? ხო. თითქოს სევდიანი ვარაუდია, კი, საქმე იმაშია, რომ ამასინათ იყო სტატისტიკა. ბოლო 10 წელიწადში
2004-დან 2014-მდე. გამოიცვალა სადღაც 9-10 მინისტრი. ესე იგი თითოს ჰქონდა სამუშაოდ თითო წელი. პრაქტიკულად თუ ჩავთვლით რომ 9 წელი სადღაც მას სჭირდება რომ გაეცნოს სად მივიდა რა ჩაიბარა როგორ ჩაიბარა ხო და განსაზღვროს პოლიტიკა ამასთან მიმართებაში ეს 1 წელი გადის არაფერში. ამავე პერიოდში გამოიცვალა რამდენიმე გენერალური შტაბის უფროსი. მაგრამ იქ ხო არის რაღაცა სტაფი, მუდმივი სტაფი, პროფესიონალი. აი ეს არის პრობლემა. რომ პირველი მინისტრები, რომლებიც გარდა ბეჟუაშვილის და სხვათაშვილის, იმიტომ რომ ის სისტემაში იყო თვითონ ნამუშევარი და მან იწოდა რის ხელისხლება შეიძლება და ის წელიწადზე მეტი მუშაობდა ის მინისტრის მოადგილის რანგში. ყველა ახალმა პირველებმა ყოველ შემთხვევაში ბარამიძე, მოქრაშვილმა დაიწყეს იმით, რომ დამლაგებლის ჩათვლით გამოცვალეს სტაფები. ანუ რეალურად სისტემა დაკიდეს მთლიანად ჰაერში. ანუ ყველა თანამდებობა გახდა პოლიტიკური და მათ შორის სამხედრო თანამდებობები გახდა პოლიტიკური. ყველა კარიერები აირია, თქვენ რომ ნახოთ როგორ წინააღმდეგებოდნენ ნაწილი ოფიცრებისა, ხო? წელიწად ნახევარში კაპიტნიდან პოლკოვნიკები ხდებოდა ხალხი. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. თითო საფეხურის გავლა 3-4 წელი ჭირდება. მათ შორის გარკვეული პერიოდი შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად ტრეინინგი. როგორც ჩანს არსებობს ჩვენს რეალობაში. ხო და მაგაშია საქმე. ამიტომ არის რომ ჯარი რეალურად შეჭამა პოლიტიკამ. კი, ახლა ამბობენ ესენი რომ ჩვენ პოლიტიკაში ბუნებრივი არც რევენ პოლიტიკაში რეალურად. ხო? მაგრამ ეს ხო საბოლოო ჯამში საზიანოა. საბოლოო ჯამში საზიანოა, იმიტომ რომ რამდენი მინისტრიც მოვიდა იმდენმა გამოაცხადა რომ რეფორმას იწყებდა. თითქოს წინ არაფერი არ ყოფილიყო, ხო? იწყებდა სუფთა ფურცლიდან მიდიოდა სად მეორე სუფთა ფურცლამდე წელიწად ნახევარში. და ამ პირობებში ვერანაირი არმია, ვერანაირი ფლოტი, ვერანაირი ავიაცია ერთ ნაბიჯს ვერ დადგამს წინ. და ფაქტია ჩვენ გავიყინეთ, დავიციკლეთ ერთ მისიაზე, რომელსაც მეტნაკლებად კარგად ვასრულებთ, იმიტომ რომ მეტაურები სხვა გვყავს. ისე ორი სიტყვით თუ შეგიძლია ვთქვათ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და უშუალოდ ჩვენი რეგიონალური განლაგების გათვალისწინებით, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, დღევანდელ მდგომარეობას ქართული არმიის როგორ აფასებთ? ჩვენ ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ მე არ ვიცნობ ამ ვიტარებას. მე რასაც ლაპარაკობ, რასაც ვკითხულობ, როგორც თქვენ, აი მსოფლის საფუძველზე გეკითხებით ზუსტად. გასაგებია თქვენ რეალურად ამ საქმეებში არ მონაწილეობთ, მაგრამ გაქვთ გარკვეული ცოდნა. არც ინფორმაცია არ მაქვს. მე ვიცი რომ რაღაც გადაადგილებები ხდება, რომელიც ეს ინფორმაცია მომდის და ეს ვიცი ვთქვათ, ვინ სად ინიშნება და რა ბექგრაუნდი აქვს. აი 70%-ში რეალურად მე შემიძლია შევაფასო, 70%-ში აი ბოლო 2 წლის დანიშნებით უგნებავთ, იყო მცდარი, არასწორი. და ეს იძინებოდა საბაბს, რომ ლაპარაკი ყოფილიყო, ვთქვათ, ნეპოტიზმზე, ძმაკაცობაზე, რაღაცეებზე. ანუ ვერ მონახავ თქვენ კრიტერიუმს, როგორ ინიშნებოდა ადამიანი. და ყველაფერი ის, ვთქვათ, რაღაცა საბჭო გაუკეთებიათ, აბსოლუტურად ზედმეტი რგოლი. რას ნიშნავს გადაწყვეტილების მიღების საბჭო, რას ნიშნავს ეგა? გაუჯობარი რგოლები გაჩნდა თვითონ და თვითონ სამინისტროს სამოქალაქო შტატი გაიბერა. შეუძლია ჩვენი ჯარი არის დივიზია და პლუს რაღაცა. корпусიც არ არის მთლიანობაში, გნებავთ რიცხოვნობით, გნებავთ შეარაღებით, გნებავთ შესაძლებლობებით, ხო? და აი ამ პატარა რომელიც ოპერატიულ სტრატეგიულ დონის განაყოფია რეალურად ერთ სისტემაში რომ მოიყვანო, ყოფნის დივიზიის შტაბი, корпуსის შტაბი. ჩვენ გვაქვს გენერალური შტაბი, სახმელეთო ძალები, ცალკე ერთი მიმართულება. ჯერ სამხედრო იერარქიაა ძალიან დიდი. გაბერილია, ხო? კი, და ამას თავზე ადგას კიდე სამინისტრო, რომელიც ასევე გაბერილია 5 მოადგილე რა ამბავია. ყველა უწყება 18,000-იანი არმიისთვის მინისტრის 5 მოადგილე რასაკეთებს, გაუგებარია. 37,000 დამხვდა მე არმია და 12 მოადგილე, ხო? არმია შევინარჩუნეთ 27,000-ის ფარგლებში და 12 მოადგილე. მე დამხვდა 12 მოადგილე. მინისტრის 12 მოადგილე. კი, მე დამხვდა.
12 მოადგილე და წელიწად ნახევარში იყო 3 და 2 წელიწადში იყო 2 და ორივე სამოქალაქო პირი. გენშტაბი საერთოდ გავიყვანე ცალკე სტრუქტურად მოადგილედ აღარ იწოდებოდა ისა. იყო გენშტაბის უფროსი. და ეს მეტნაკლებად ეფექტურად მუშაობდა თუ გავითვალისწინებთ დაფინანსებას, ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ რისკებს, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვაწყდებოდით. რამდენჯერმე იყო გადატრიალების ცდელობა, რამდენჯერმე იყო სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება, ერთხელ იყო გოლის მიმართულებით ცხინვალიდან რუსული სამხედრო ტექნიკა დაიგრა ის ჩავკეტეთ, არ მივეცით საშუალება და ცნობილი დესანტი კოდორში. გარდა ამისა, საზღვრები პრაქტიკულად ადგილას ავიყვანეთ მოსახლეობაზე დაყრდნობით რეზერვის დანაყოფები შეიქმნა და მეტნაკლებად კონტროლზე ავიყვანეთ. სვანეთი, თლიანად იქა ხევსურეთი ავიყვანეთ კონტროლზე და საჩხერეს ცენტრი გვაძლევდა ჩვენ საშუალებას, რომ რაჭის მიმართულება გქონოდა კონტროლის ქვეშ. კი. ასე რომ ეს არის ორგანიზაციის ამბავი და ორგანიზაციას უნდა ცოდნა. აი რაშია საქმე. ორგანიზატორული ნიჭი კი არ უნდა, ცოდნა უნდა. სამწუხაროდ აღარ დაგვჭირდა დრო პრაქტიკულად ძალიან დიდი საბედნიერო თუ დღეს დავიღალე. დავით თევზაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობდა ბარიერის კითხვებს. მე მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა.